დაიწყე გიო. მიცი მე გიო შენ ხარ. ისეთ სოლიდური ვიცი ხარ შენ და დაიწყო. აი ვერ ქორწილში მიდიხარ თუ სამქულენების კონკურსზე აი ზუსტად ვერ გავიგე. როგორ წარგადგინოთ რისი დამფუძნებელი? ჯაუს. სერიული სტარტაპერი, მოდი ეს წარვადგინოთ. სტარტაპერი. თუნდაც როგორც გაგიხარდება. დღეს არის ჩვენ თუმცა მე მგონია რომ მაყურებელი გიცნობს დავებით. მეც ეგრე მგონია ხალხს რა მოიwasება. ესეა დღეს ჩვენი სტუმარი სერიული სტარტაპერი მილიონი სტარტაპის სხვაშორის წარმატებული სტარტაპების, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მეგონა რომ თვითონ სნექი ვიცოდი. მაგრამ დრამები არ ვიცოდი რა. ჩემთვის ახალი იყო და ხო და მე მგონია რომ იდეალურად ისქენი. ყველაზე კარგი გამოყენება იყო თან პრობლემის მოგვარების და თან მარკეტინგულად იდეალურად პროდუქტს ხედავდი ყველგან ნანახი მქონდა, მაგრამ რა ხდებოდა ვისი იყო არ ვიცოდი რა იმის უკან დადგმული ხო არ არის ეს დავები და რაღაცები რომ ეს მარკეტინგის აი ძალიან საინტერესოა. აი ისეაც ყვიდით ეხლა თან დიდად გაყიდვები არ გაუზდია ამ ამბავს უფრო ნახვები და გამომწერები მომატა თორე ომისთვის ძალიან კარგი მეთოდი იყო, იმიტომ რომ იმათ მოაკლდათ გაყიდვები, ჩვენთან გადმოვიდნენ. ის მართლა არ ვიცი, ის მეორე პროდუქტი არც მინახავს. ერთი ტოსტია, მეორე სნექია. სნექიზე 1-5 წელია მუშაობდით, საპანდემიის დროს დავიწყეთ, მოვხოდეთ, მერე ეს რაღაც მოხდა, მერე დავიწყეთ ტოსტი, იქიდან პროდუქტიდანაც წავართვით ბევრი პროდუქტითაც წავართვით ბევრი მოხმარებული. ორივე შენი იყო? ჯერ სნექი იყო, მე რომ გააკეთეს ეს რაღაცა, წავედი. ხო, ერთამე, აი რა მოხდა, რაღაცა მოხდა, რა მოხდა. ჩემი ბავშვობის არა, მაგრამ დიდი ხნის ძმაკაცის ყოველ შემთხვევაში ეგრე ერქვა. მამა იყო რუსეთში რაღაც საქმიანობებში იქით-აქეთ და რომ მოიხოდა ეს ამბავი. ნახა რომ დატრიალდა ეგ ფული ხალხმა გაგვიცნო იქით-აქეთ, ჩამოვიდა ერთი წელი დაამუშავა თავისი ოჯახი, თავისი შვილი, მის ცოლი ამხედრა, ყველაფერი და მე აიძულა რომ წილი გადაეფორმებინა თავისზე, კიდევ ვიღაცებს, ვინც მაგა ჯგუფში იყო, მისაც ცოცო წილები და შთააგონა რომ მე ვიყავი რავი. საქმის განფუჭებელი. ალბათ, ხო, საქმის განფუჭებელი. ანუ სტივ ჯობსი ხარ რა, რომ გამოუშვეს ეფრიდან. დაახლოებით ცოტა ბევრი მეკლია, მაგრამ ისეთ სტანდარტული მოდელია ხო, რო გითხრა რომ იშვიათად ხდება ეგეთი ამბავი, მოგატყუებთ, სულ მესმოდა რომ აი იურიდიულად დაცულები არ იყავით რა. არ არის ბიზნეს სამართალში ეგ არ არის რა მოხდილი მაგ მხრივ რომ ეგეთი რამე რომ მოხდეს, ტექნიკურად არის სწორი და მაგიტო ხდება ესე ხშირად. ანუ ისეთი მუდმივი ფორმატი არის და თუ არ ხრელია, კი და თუ არ დახარჯე ფული და არ გადადგიმთები არ გამოდის. რამდენი პროცენტი გქონდა შენ? 23 საბოლოოდ. საბოლოოდ თავიდანვე თუ მე 33 მქონდა თავიდან. თავიდან მე დავიწყე ჩემს მეგობარ შევთავაზე, ის მას მაკაც, იმიტომ რომ გამოცდილება ქონდა თან ხ მარტო შანსი არ არის რა, რაღაც სერიოზული კომპანია რო გააკეთო მარტო, ჭირდება რომ დაინაწილო რა. ფუნქციები და მოვხოდეთ, მე მესამე ვინც შემოვიდა, ესეც ჩემი ძმაკაც მითხრა რომ კაი ვარიანტია და მოდი წილს ვიყიდი. შემოვიდა ეს წილში და მე 10% გავყიდე რა, 33 ქონდა, 10% გავყიდე ჩემი საჭიროებისთვის. ერთ ტიპი დაემატა, რომ ნახეს რომ თურმე თემა ეს წილების გაყიდვა საკმაოდ მარტივად შეიძლება, შემა ერთმა პარტნიორმაც გაყიდა თავის ნათესავზე, მე იმ ირაკლის მამამ გადააფორმებინა თავისზე მენეჯერს 1% მისცა ირაკლის თავის იმას რა ქვია შვილის ცოლს. ბევრი გაიჩნდეთ ესე იგი. უცბად. მოიცა, მაგრამ შენი დაწყებული პროცესი ყოფილა ეგ, იმიტომ რომ პირველად ხა ბლენდერში ვაკეთებდი სახლში სახელი. არა, შენ გაყიდა პირველად წილი, ანუ მაგ პროცილების გაყიდვა პირველად ეგ დაფიქსირდა და მე რომ ნახე რომ ეს მარტივად არის თურმე წელების გაყიდვის ამბავი მიყვა რა. პრეცედენტი რომ დაფიქსირდა მე მარტივად. 1% ხო არა გაქვს ჩვენ შევიძინოთ. პერიოდულად ყიდი ხოლმე ისე. გაფართოებული. მოჭუტა თვალი და გადათვალა რაღაცები ეგრევე. ამასთან საქმე არ დაიჭრე, ხა რაღაცებს შემოგთავაზებს და ანუ აი არ იცნობ. თანხებზე ჩავეციოთ, ბრუნვები რამდენია, საინტერესო. ბრუნვები? მიდი, შენ უნამუსო ხარ და ეგეთი რაღაცები არ გერიდება, მიდი. არა, ბრუნო წესით კარგი უნდა ქონოდა, იმიტომ რომ ერთადერთი პროდუქტები არის ეგენი, რომლებიც ჯანსაღი მიმართულებით არსებობს. სხვა ხო არ აქვს.
შეიძლება ევროპიდან რაღაც შემოტანილი იყოს და ღირდეს 1200. ანუ აზრი ეგ იყო, რომ ჯანსაღი არაფერი არ იყო მაღაზიაში და რო ვარჯიშობდი, ხა ამ ბევრ არაქის კარაქს ჭამდი 1 კილო ღირს და 55 ლარი და ხა 1 კილო არაქის ღირს 6 ლარი პირობითად. ანუ 6 ლარის ინგრედიენტია საჭირო 55 ლარის პროდუქტის გასაკეთებლად. ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში. მეთქი იდიოტობაა და მეც რო ჭამდი და ზირს ვიხდი, მეთქი ჩემით გავაკეთებ, დავბლენდერე, მე Facebook-ზე დავბუსტეთ $5 მოვიდა შეკვეთები, რავი, დავიწყეთ გაყიდვა რა. თორე იდეაში მაგისთვის იყო, რომ მაღაზიაში ჯანსაღი არაფერი არის და რამე მაინც რო იყოს, ჩემ პრობლემა მოაგვარი ასევე სხვების რა. ძალიან კაი. მოიცა კარგი მოდელია. არა უაროთ რა გვერდი. მაინტერესებს რამდენი იყო სნეკიზე, ჯერ სნეკიზე ვილაპარაკავთ, ბრუნვა რამდენზე ახვედი, სანამ წახვიდოდი. სადღაც მაშინ ვიყავით 10 ტონამდე რა თვეში. ეხა 1 კილო სადღაც საშუალოდ იყიდებოდა 25 ლარად. ანუ თვეში 250,000 რა დაახლოებით. 200-დან სადაც რა. წელიწადში 2 მილიონამდე. აბა מחר მოჭუდა מחר მიწის ხო არ დავეცით მაგის დედო მიწის თხილის ხო არ გავაკეთოთ מחר ეხა მეორე შეკითხვა სნეკიდან წამოხვედი და გააკეთე თოუსტი თოუსტის ბრუნვა რამდენზე ასული ეხა ეხლა ეგრეა 2-დან 2.5-მდე რა ნუ აქ 15 ტონას ვყიდით თვეში რა დაახლოებით ნუ ნელა იზრდება მაგრამ დაბალი ის არის საშუალო ჩეკი დაბალია იმიტომ რომ უფრო იაფია რა კონკურენტუნარიანი ყოფილიყო ისინი 25 ლარად ყიდიდნენ საიტიდან ჩვენ ყიდით 19 ლარად 6 ლარიანი განსხვავება ის საკმარისი აღმოჩნდა რომ ხალხს ჩვენი ეყიდა რა უფრო ანუ თოუსტი ეხა შენი არის თავიდან ბოლომდე არა თავიდან ბოლომდე არა ეხა დიდი წილი გაქვს როც ეს ამბები რომ მოხდა ეხა იურისტებში და ბევრი ფული გავისროლე პლუს ის მჭირდებოდა ინვესტიცია გავყიდე ამ სანამ დავაარსებდით ამ ტოსტის წილები რომ მეთქი გამოსილება გვაქვს ვიცით ყველაფერი როგორ გავაკეთოთ შემოვიყვანე პარტნიორები და აქაც შეუბერეთ ვა ძალიან კაი მე სხვა შორის ვიყიდე მე პროდუქტი და ძალიან გემრიელია მადლობა განსაკუთრებით მეგობრებო დილას რო იწყებთ ხოლმე ესე იგი წინა დღეს რას ვშვებით აღივებთ ჩიას და ამ ჩიას მე ტოპინგად ძალიან რა გინდა ბანანთან ერთად მიწის თხილის კარაქი ძალიან ვინც ვარჯიშობთ ეხლა ის ხალხი მიხვდებით ეხლა და ვინც ვერ ვარჯიშობს და ის არის რა ქვია ორსულობის ტესტია გასაკეთებელი ეხლა იმან ძალიან ხო ენა დაიმოკლოს ასამ ძალიან გემრიელია 15 ტონა არაქის სადაშოულებთ იმპორტით შემოაქვს ჩვენ ყიდულობთ ქვეყანაში არა გვაქვს არა ლაგოდეხში არის უბრალოდ იმ რაოდენობით არ მოყავთ რომ შეეძლოთ რომ აი იმპორტული ღირს 2.5 ჯერ უფრო ძვილი ვიდრე აქაური რა იმიტომ რაოდენობაში არ მოყავთ და თან სეზონური არის აქ წელიწადში ერთხელ მოდის ხა ინდოეთში წელიწადში ორჯერ მოდის ან გამოდის რომ უფრო იაფად შეუძლიათ რომ მოიყვანონ და უფრო იაფად ვიყიდოთ რა სამართლებრივად კი აღნიშნა რომ ბევრი ბერკეტი არ არსებობს მაგრამ შენი ვიდეოები მხვდება ხოლმე და იქ ისაუბრობდი რომ ყადაღა დაადეს რაღაც რანად მოახერხე ეგ? მარტივად ეხა ცრუმაგიერი კომპანიის დაფუძნების გამო უჩივლეთ თავიდან დაასაბუთეს ჩემმა იურისტებმა რეალურად მეწილე ვიყავი და ეგეთ ფორმატი აქვს სასამართლოს რომ თუ ფაქტი არის რომ ესეთი რამე მოხდა სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას მანამდე უჩერებს ან უყინავს აქტივებს პირველად დაუყადაღე სპინები ვაკეში ვარ, ну, ვისაც ჰქონდა პარტნიორებს, ვისაც ჰქონდა პირადი ქონები, ყველაფერი გაუყინეს. უბრალოდ კომპანიის ანგარიშის გაყინოს ვითხოვდით, მაგრამ მაგისთვის ძალიან ისეთი სერიოზული მტკიცებები იყო საჭირო. თავიდან მოსამართლე ხელი თავი შეიკავა, თავისთავად იმიტომ ხა და გაუჩეროს რა ხალხს ხელფასი და გააჩეროს კომპანია და რთული რამეა და მე გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია ამ სნეკის როგორც მეწილე სუფლება მაქვს რომ გამოვითხოვო ფინანსური დოკუმენტაცია კომპანიის ამ ფინანსური დოკუმენტით დადასტურდა რომ რეალურად ეგრე იყო რას ვამბობდით და უკვე მოვითხოვეთ კომპანიის ანგარიშის გაყინვა და გაუყინეს 2.900.000-ით რა დაახლოებით ეს სნეკის წილი ისევ შენ გაქვს და ბოლომდე პირველი კომპანიის რომელიც გააჩერეს სნეკი არა 10% გავყიდა 23 მქონდა დაიტოვე ის პროგრამას ჰქონდა ხო ხო რაღაცა უჩიულებდი მაშინ 23% რო წაიღეს ჩემი მაგიტო რა ხო წაიღეს ანუ იქაც გაქვს პროცენტი და ახაც ანუ იქ სადაც მაქვს პროცენტი ეგ კომპანია გააჩერეს და ახალი დააარსეს და ჩემი 23% შენ ზოგადად მოიცა კიდე მესამე კომპანია დააარსეს ეგრე გამოდის თავიდან რაშიც ვიყავით სნეკი ხო იყო
ჩემი მოტეხვა რო გადაწყვიტეს, წავიდნენ, ახალი კომპანია დაარსეს, ყველაფერი ეს აქტივები გადაიტანეს, ჩატებიდან წამშალეს და ეს გაყინეს რა. პროდუქტის სახელით იგივე დარჩა. კომპანია გადაიტანეს. კი, დაარქვეს Snake Plus++ რა. ეს სქემი არა. მაგითო დაუყადაღეს. ფონტის ეგ. იცი რა, ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის მონახავს თავის გზას, მე დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს შენი იდეა იყო და აგერ კიდე მეორე წარმატებული პროექტიც გააკეთე მაგ კუთხით. უბრალოდ ადამიანურად ის წყენა რაც არის ყოველთვის რჩება გულში და ძალიან რთულია მაგის გადახარშვა თორე დარწმუნებული ვარო წარმატებული იქნები და ბევრ სტარტაპს გააკეთებ კიდე. მადლობა. ეხლა მე კარაქს უნდა მოვიყვანო 15 ტონა თვეში. ეხლა დაიწყო ეს. ასე ჩაიბარეს ვიდეო 15 ტონა არაქისა. მე თქვა მოვიყვან. ბაზარი არა, მინიმუმ 15 ტონა არაქის ვიყიდით. საქართველოში თუ მოიყვან, გარანტირებული. თვეში თან, ხო? თვეში. ეს იგი ერთ სეზონზე მე უნდა მოვიყვანო, და უნდა დავასაწყო. სანამ შენ მოიყვან კიდე გავსდით. არაქისი როგორ მოდის? აბა, מחר თუ რამე იცი. სად იზრდება ჯერ ხეზე ამოდის, მიწიდან ამოდის, აბა? არაქის თხილი ვიყო. ხო. სად გაიზრდება თხილი? არაქის. ბიჭო, მიწის ქვია და მაგიტო ანუ დაბნეული ვარ ეხლა რომ მითხრა. არა, გავიგე მიწიდან ამოდის ყველა ამიდორი მიწის პამიდორი ყავდა. არა, ბოლქვია, ბოლქვია. ხო ბოლქვია. ბოლქვია ბატონო. ო, ისე მიქრე და თვითონ რამე. არა, გეკითხებ მართლა მე დაბნეული ვარ. 18 ტერიტორიას დაიწესა. ერთი 20 ჰექტარი მინდა მე მინიმუმ მიწა. მაგრამ ცივა აქ ყირმას რო დააჭეს და გამიყინოს ხო გამლევდი 15 ტონა გაყინული. მაგის მოყვანაზე არ გიფიქრია? კი, მაგრამ ბოლომდე თვით ყოფადი იყოს? კი, ზელოდიანი ამბავია და თან აქ რო წელიწადში ორჯერ არ შეიძლება რომ მოიყვანო, სხვა ქვეყნებში შეიძლება წელიწადში ორჯერ მოიყვანო, გამოდის რომ ორჯერ უფრო იაფი გამოსდით იმათ, ვის ეგ შეუძლიათ რა, რომ გააკეთონ და აქ პროს კლიმატი არ გვიწყობს ხელს ეგ პრობლემა. 19 ლარად იყიდება, აღნიშნება. აქციაში ხდება ხოლმე. ხო და აი სუ აქციაში რო არის, კარგია პროდუქტისთვის, სუ აქციაში ხდება ხოლმე. ნუ პროდუქტს გააჩნია, ჩვენი მიზანი ისეაც არის, რომ რაოდენობის რაც უფრო მეც გავყიდით, ფასი უფრო დავაგდოთ, იმიტომ რომ რაოდენობის ეკონომიკა გაქვს და უკვე შეგიძლია რომ უფრო იაფად აწარმოო რა. ანუ თუ ბევრს აწარმოებ, იაფი გიშდება და ესეთ პროდუქტზე პირველადი მოხმარების პროდუქტი გვინდა რომ გახდეს, როგორც პური და კარაქი, იგივე პური და არაქის კარაქი რა და მაგისთვის მაქსიმალური იაფი უნდა ღირდეს, რომ მასებზე გახვიდე რა. გასაგებია. საწარმო ავტომატიზებული გაქვს, ანუ ჩამოსხმა, დაბლენდერება, ნუ ნახევრად დანადგარებს ვიყენებთ ყველაფერში, უბრალოდ მაინც ხა ადამიანი საჭირო არის რა, სრულად ის კონვერული არ არის რომ თავის თუ ბერავდეს რა. მე სხვადასხვა არაქის კარაქი ბავშვობაში რო გავსინჯე. რადგან კარაქი ქვია და ეს პურზე გადავუსვი. აი, ხო იცი რომ სწორად უნდა მიიღო რაღაც პროდუქტი, რომ კარგად დააფასო გემი. მოლოდინი სხვა. შრალი არის. ხო, აი პურზე გადასასვლელად არ მომეწონა რა, ეგრე საჭმელად. აბა სად გისწორდება? აღვნიშნე მე უკვე სადაც მისწორდება. ჩიას პუდინგში. ძალიან უხდება, კი ბატონო. და ბლინებს და რაღაცებსაც უხდება და ეგეთ რაღაცებს, მაგრამ იმენე პურზე უკარგავს გემოს. ხო, აი ვიღაცები მეგობრებო, აი ბევრჯერ მსმენია, რომ აი არაქისის კარაქიო რა არის ხა, ანუ აი თონის პურში და იმაში ვერ იკაიფებ რა. მაგის გემოები აი რაღაცებთან ერთად ხილთან რო გაურევ და ბანანთან და რაღაცა ძალიან კაი. რო გახჭობს ეგ მოგწონს? ხო. ბაზარი მეც მაგილო დავიწყე რა. ანუ განელებს რაღაცნაირად ჩასაღი რო გახჭობს ძალიან კალორიულია. ხო? ხო, სადაც 600 კალორია 100 გრამში, მაგრამ გლიცემური, ანუ შაქარი რო არ აქვს, ხა მარტო ეგ რო ჭამო ვერ გასუქდები მაგით რა. ანუ შეგიძლია წონის კლებისთვის გამოიყენო. უზმოზე თუ მიიღებ პროტეინის და ფიბრის გამო თითქმის გიმცირებს მადას რა დღის განმავლობაში. გინახავს მადას. ანუ ჩაიწერე რა ეხა, ნუ აი აგერ გაძლევ უფასო რჩევებს. უყიდუობ და ვერასდროს ვერ ავჭამ შეჭე. მართლა გეუბნები, სუ მიდევს მაცივარში, მაგრამ ვერასდროს ვერ ავჭამ. მაცივარში რამდენად რეკომენდებულია რომ უდევს? გაერთად ხო შეუძლია? გაერთად შეუძლია 3 თვე იმაშვება ძლებს ოთახის ტემპერატურას, მაცივარში 1 წლამდეა. მაცივარში ცოტა მაგრდება რა და მე უფრო კრემისებრი რო არის, ეგეთი უფრო მომწონს. ინკონსტანციას სulis ნუ მე გაფუჭდი სიცხეში გაფუჭდებოდა, მე მჟავდება ხოლმე მაიონეზთან, მე ეგეც გაფუჭდებოდა. კიდე რა სტარტაპები გაქვს და რა საქმიანო? მოგვიყევი. ნუ თავიდან უიში დავიწყეთ, ხა რაც ყველაზე ბევრი რაღაც გავაკეთეთ და ჩავფლავდით, მაგრამ ისეთი სერიოზული ნაბიჯი უიში იყო, მერე ტოსტი. უიში სუში. ო, უიში სუში. ეგეც შენია? ნუ ჩვენ დავიწყეთ რა, შენ იწყეთ. ყველაფერს გასწმევე. არა, აქ უფრო ის ხედვების ის იყო რა. გავიგე, მაგრამ არავინ შეიყვანო წელში რა. არ გამოდის ეგრე. არა, მაქედან კონფლიქტით არ წამოსულ ხარ, უბრალოდ კონფლიქტი არის რაციონალურად.
ჩვენ გზანში არაფერი გვაქვს ჩემი. გიორგი წმინდაში ისე ერთი სუში არ უნდა იყოს მაგის დედავატი. გეითი მაქვს, მაგრამ აი ბუტკარო არის მაგალითად ის გარეთ სუში რო გააკეთონ მანდ. გააჯბი ეს ნოვანსაში არის. ქალაქის ბოლოს. არა, რო შეხვალა გიორგი წმინდაში, აი მართლა სუში ერთი სუში როგორ არ არისო იკითხავ რა. რა უნდა სიტუაციაზე. გირების ამბავს მინდა რომ შევეხო რა, ეგეც ძალიან საინტერესო მიგნება იყო კალათან შენ მოვარჯიშისთვის საინტერესო ამბავი არის. აჩენს დაიწყე, ხო? მეც დავიწყე და ძალიან სასიამოვნო. ძალიან მიხარია. მაგრამ რაჭი გამეორებებს შორის ამდენს ღერს ეწევი. არა. აი აწევ თუ ეწევი ხომ? სპეციალურად სიგარეტს ვტოვებ მანქანაში და ხომ ლოგიკურია ხო ვიხმუნე მე ანუ არა, იმიტომ რომ არის აივანი იქ, მაგრამ არ გავდივარ. აივანი შეჭება 20 წუთში ერთხელ გაწევის ვერ თუ მოციე რა ნევარჯიშია. არა, უბრალოდ სახში ვერ ვარჯიშებ და ეგ სხვა შეს კაი რაღაცა, აი מחარას რო კონდეს ეხა იქ გირები მე მგონი მაგრამ კი ადგილს დაიკავებდა და გარკვეულ ადგილს დაიკავებდა. რასაც მე დღეში იმებს ვეწევი ნიუთებს და გადმომა. ეგ რედეთში და ისე რედეთში არა ისედაც კაცო ქვეყანა ნიუთები გადმომა. მოდი მაგაზე მოვყვეთ რა, ეგეც საინტერესო ამბავი არის რატო ანუ მოდელი იგივეა რა, რეალურად ის პროდუქტებს პოულობ, რაც მაკლია ცხოვრებაში, იმპორტულია, მაგის გამო არის ძვირი. ხარაკის კარაგზეც ეგრე იყო რა, ეხა 1 კილო არაქისი რო ჯდება იქ 6 ლარი, მე ქარხანა აკეთებს, მე რა დისტრიბუტორი ყიდულობს, მოაკ, ამბაჟებს ასე შემდეგ. ძვირდება რავი 4ჯერ რა და თუ ამას გააკეთებ აქ აღარ იხდი რა უაზრო ხარჯებს მძღოლმა რო ჩამოიტანოს აქ და განაბაჟოს და დაასაწყობოს და შორი შუამავლის მოგებას და ასე შემდეგ აკეთებ აქ მაგას ზოგავ ყიდი აფად იყიდება ბევრი იგივე იყო ამაზეც ახლა გირები რო ღირს რო ეძებდი ჩემთვის და 20 კილო გირი ღირს 200 ლარი ანუ 20 კილო გირში არის 20 კილო რკინა და თვითონ ინგრედიენტი არის 10 ლარი რა. ანუ გამოდის რომ 95% სისვრი იმაში რომ პროსე ჩამოიტანონ და განაბაჟო. მე ძვირია. ჩამოსხმული იყოს ხო? რამე მძიმე თუ გინდა რომ აწიო, მარტივად რა ყველაზე მარტივად რა შეიძლება რომ გაკეთდეს, ბეტონია მძიმე. გავაკეთე ბეტონით, მივარჯიში კაი იყო, დავბუსტე, ხალხმა იყიდა, გავაფართოვეთ. ეს მინიმალური ეფექტური პროდუქტი არის. ახლა ამით დავაგროვებ კაპიტალს და cash flow რო გასტაბილურდება, ჩამოვიტანთ. დანადგარს გავაკეთებთ რკინისგან უკვე ну აუცილებლად უფრო იაფი ვიდრე ბაზარზე ხო თავისთავად ახლა თუ 20 ლარი 200 ლარი ღირს 20 კილო გირი ჩვენთან ეღირება 49 ლარიდან 59 ლარამდე რა ახლა პროცესების ხარჯების მიხედვით რა ერთი 4ჯერ იაფი მაინც უნდა იყოს რა ხო და მიზანი ეგ არის რომ რაღაც მინიმალური პროდუქტით მაქსიმალურად მარტივად მოტესტო დამკვიდრდე cash flow გაიჩინო და მე ჩარეინვესტირო იმაში რომ პროდუქტი გააუმჯობესო რა მე და מחარას გვინდა რაღაცა ბიზნესის დაწყება და ბიზნესის რა ახლა ადაც გავაჟღე ბარის გაკეთება გვინდა იმიტომ რომ ძალიან ძვირი ბარია ეს ბარები ძალიან ძვირია და აშკარად არის საშუალება რომ ჩვენ უფრო ძვირად გავაკეთოთ ხო מחარ ო არა წესიერი ბარი არ არის რა და ჩვენ თვითონ ჩვენ აუ აი ამამ მთელი მას შევეროწყო მიაყენა ეგრევე ადგილი ვერ ვნახეთ რა იმიტომ რომ თბილისში არის ძალიან გაძვირებული ყველაფერი ეხა ბევრი ვეძებეთო არა უბრალოდ ეს იდეის დონეზე დიდი ხანია გვაქვს ხო რა თბილისის ცენტრისკენ ვაფშე არაფერი არ ხდება ან მილიონს იხდი ხო ხო და რა ეხა მილიონს თუ გადაიხდი ბარში რაღა უნდა გააკეთო უნდა დაუდარაჯდე კაი ფართებს რამეს ხوار გვირჩევდი მაგ მიმართულებით შეიძლება რთული სათქმელია მაგრამ ყველას ურჩო ხოლმე რომ რაც აკლია ცხოვრებაში ეგ სერვისიან პროდუქტი შექმნას თუ ბარი გაკლია ცხოვრებაში იცი როგორი უნდა იყოს რა შენთვის სასურველი ბარი და გარანტირებულად 10,000-ობით ადამიანი იქნება ეგეთი რა ანუ შენ პრობლემას რო აგვარებ ავტომატურად ყველას პრობლემას აგვარებ და ყიდი რა პრობლემის გადაწყვეტის გზას და ისე კონკურენტული უპირატესობა გჭირდება რა ან ანალიტიკური ან ქცევით რა რაიმე სახის გამოირჩევა და ნიშა შექმნა. ჩვენ ძალიან ბევრი გამომწარი გვყავს, რომელებიც აი ლაივ ჩაწერები გქონია და ძალიან მალე ივსება ხოლმე დარბაზი რა, ბილეთებიც გაყიდულა და იქ რაღაცა ივენთები რო გავაკეთოთ ეგეთი გქონია რომ ძალიან გაუსწორდება და ჩვენს გაგვისწორდება. მაგარ გააქვს დანაკლისი? აბა აბრიში დანაკლისი გავაკეთოთ. ვა, ბიჭო, მე მგონია რომ არ არსებობს სივრცე, სადაც მანქანას მიიყვან, გაიკეთებენ და არავინ მოგატყუებს. რო ენტობი. ხო. აი, ეგ თან შენს რო გავაკეთო, ეგეთ სივრცე არ იქნება ეგ. მე რომ მოგიყვან და გავაკეთებ მანქანას შენთან, სულ იმით უნდა წავიდე სახში რომ რა მომიცალა, რა მომატყუა. იმიტომ ჩემი ძმაც ახლა მაგალითად უკვე ძალიან დიდი ხანია მანქანას ელოდება. და მე ვიცი რომ შენ ელექტრომანქანებზე შეიცვალე აზრი. ო. რატო ანუ ეს რამ შეცვალა? ეს უნდა ვიყიდო. ო მეორე მანქანა. იმიტომ რომ ის არის. მეორე არა რატო მეოთხეთ? არა მეოთხე გამოდის მაგრამ აი სასეროლოს მეორე. ბიჭო, იმიტომ რომ ეს დენი კაია რა.
აი სახში შეერთი დილით მანქანა რომ დატენილია და არ შეძდები შესასხმელად და 3.50 არიხდი ლიტრში, როცა შენი მანქანა 38 ლიტრს სვავს. არის ძალიან კარგი. ხო და შენი მანქანა რო 38 ლიტრს სვავს, ეს ხომ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩემი מחარ 3 კვირის წინ ჩავასხი. კაცი ყავდა გვერდზე, გაიგე? რო გითხრა რომ ეგ მანქანა იყიდე, კაია შენთვის კაია. მე იმ კაცმა თავისთვის კარგი არის ის რა არის? ბიჭო, მე მაჩუქეს. კაცი ცუდმა ხალხმა გაჩუქა. კარლაინმა მაჩუქა ეგ მანქანა და არა ბიჭო, იძულებული ხარო 100 და ტონობით იმას მოიხმარო ბენზინი. არა, აი როგორი აი როგორ მეწოდები მართლა 38 ლიტრის ჩასხმა გიწევს. რა მანქანა არის? F50 Ford pickup. ხო. სამაგიორდეშ რომ გადახედავ ქალაქს რომ გამოხვალ და ზემოდან რომ უყურებ, ხო კარგია. ღირს 38 ლიტრი. ხან ტვინის ყრა არის და გიჩვენო დაბლა იჯდება და ელექტროთი იარო რა. მეორე მანქანაც ხო ყავს? არა, ხო, მაგრამ ისიც ბევრს აწვავს. გათხოვებ, ჩემს არ გინდა? შენ ყავს რა მანქანა? ვერ გუობ რა, რამდენი სხვა და იმდენი გავყიდე, ანუ იმდენ დროს მაგარგვინებს, უფრო მოტოციკლი, მოპედი რა. ქალაქში სასიარულოდ. რუსეთო გაგარგვინებს მანქანა. რა, მარტივად ხა დღეში 2 საათი თუ მინდა იმ სასოფში ვიდგე, შემიძლია ვიმუშაო მაგ დროს, ან ტაქსი თუ არა. ზამთარში ტაქსები ძირითადად. ტაქსიდან შეგიძლია იმუშაო თან. ლეპტოპს გახსნი და ეგ. აქედან რო წავედი წინა გადაცემის მერე. ტვინში სისხლი თუ არ ჩამეწვეთებოდა, აი სანამ მივედი სახლამდე. რატო? საათ ნახევარი მომიწია ყოფნა. და აი მართლა ძალიან ცუდად ვიყავ. ზევიდან არ გადახვედი თუ მიდიოდი. ნორიოში არ მივდიოდე, מחარ, დააწვევი ჩემი მანქანა, იცი რა მაგრა დადის თან? ჟუს რომ იცემ. ISS-თან მაქვს ესე შეკითხვა რა. როგორც ვიცი, მარკეტინგისთვის იყენებ მარტო Facebook-ის sponsorships. ინფლუენსერებს ნაკლებად იყენებ. არა, ჭამენი. რამდენჯერაც ვიდეო შეხვდა შენი რა. ყოველ ჯერზე რაღაც Facebook-ის იმაზე საუბრობ, რომ აი ეს როგორ მუშაობს. Facebook-ი არის ძალიან მარტივი იმისთვის, რომ გატესტო რა, რამე მუშაობს თუ არა, აი $5 თუ გაქვს და რაღაც იდეა გაქვს პროდუქტის, გავუშვებ ამ $5-ზე, თუ მიიღებ 5-ად მონაწერს, ანუ მუშაობს, მე რეიწყებ, ანუ ტესტისთვის რა. მე ინფლუენსერ მარკეტინგთან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ყველას უგზავნით ამ პროდუქტს, ისინი და ეგ მაინტერესებს, ამათ ფულსაც აყოლებ თუ უბრალოდ ბარტერი არის, ბარტერია. ბარტერი სნეკ იმისი. ნუ სუიშიც ეგრე იყო, სნეკიზეს, ტოსტიზეს ერთ და იგივე მოდელი არის. ყველას ეს 5000-ზე. ანუ ესენი ახტუანებრივ ჭამენ, ეგ საჩუქრად გაუგზავნენ. კი. მაგიტო საეჭვსთან არ მოსულა. არც ერთხელ იმიტომ. ფულს არ ვიხდით. მაინტერესებს აი მარკეტინგის თიმთან ერთად რო შეიკრიბებით, აი და ვირს გაუგზავნოთ და ვიღაცა რო წამოაყრანტალებს რომ מחარას გაუგზავნოთ და როგორი საყვადურები ხვდებათ მაინტერესებს. იმიტომ რომ ნუ מחარას გაუგზავნა არ არის კაი აზრი. ანუ აი დილით რო იგუძებ რომ ბედნიერი ხარ საჩუქარი გამოგზავნეს და ეს უნდა ვალდებული ხარ რომ გადაგუსვა პურზე და ის უნდა ჩაწერო. მე ამესმის ეგ. ნუ ის ესმის იმას უგზავნოთ. კალას გაუგზავნებოდა მე. ვის გაუგზავნეთ? ვინა ჭამა. მე იყო ეხა ეგრე ფარულავა მას გასთორა და ანუ ეხა დიად არ ვარ ინფლუენსერების განხილვა. ახლა ფული არ გადაგიხდია მაგაში? არა. ფავა მასონი არის ეჭამა. აი 100-დან 200,000 ფოლოვერი ვისყავს ეგ ერთ ინსტაგრამზე? ხო, ინსტაგრამზე. სუშიზე, სნეკიზე, იგივე არ არის აუცილებლად განსაკუთრებული პროდუქტი იყოს. ეხა რის გამო რანაირად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მუშაობს. თან ვიღაცები რო თან ხდებიან დღეში, ანუ ერთ დღეში თუ უგზავნი 5 ადამიანს რა. ანუ growth hacking-ი არის რომ ძალიან სწრაფად გაიზარდო, მაგის გჭირდება რაც შეიძლება მეტი გაგზავნო რა. ყველა რო ხედავს ყველგან რა, არ გინდა რომ გამორჩე და მე შენც ისე აკრატო არ მოიტანე. ფულს არ ვიხდით და მაგ ვარიანტში. ჩვენ გადაგვიხადა ფული? არა, ჩვენ ხონდა გადაგვიხადა ფული. არა, ხო და შეგეძლო ისე მოგიტანა ის საჩუქრად და სხვათა შორის YouTube-ებს ეგრე უთხარით საათები რატო არ მოიტანა, იმას ეგრე არ მოიტანა. პარკებს რო ელოდებოდა מחარ ამაკაინდა რა გადმოვიდა. პარკოთ მოვიდა. YouTube-ერებისთვის არ გაგზავნია მე მგონი. TikTok-ერებს YouTube-ზე არ ვარ ციდად. YouTube-ები არ აჭამენ უფასოდ. ხო, YouTube-ი ძვირი არის და უფრო რთულია რა, Instagram-ზე რო სკროლობ, შეგვხვდება 5000 ზევით ფოლოვერი ყავს, კაი კონტენტი ყავს, მიწერ ბარტერს ხო თან. მოცეკვავები ჭამენ ხოლმე. ალაფის. და მე რამოთ კონტენტს ვიყენებთ ჩვენთვის Facebook post-ისთვის რა. მაგრამ არ გაგიტესტია მე მგონი YouTube-ers რო გაუგზავნო და აი შეხედო რა, როგორი შედეგი იქნება. აი ეგ ხო რა თქმა უნდა თავისთავად დავითვისებთ, უბრალოდ ეხლა სისტემა გამართულია რაც დის პროცესია ისევ რა და ამის რესურსი ვერ ავითვისეთ ბოლომდე და როცა ავითვისებთ რა თქმა უნდა გადავალთ ყველა ჩინელს. ბიჭო YouTube-ზე გაგზავნა ხო ის არის ანუ ვინ ეჭამს აბა
ვინ იუთუბერს უნდა გაუგზავნოს? არა, ფულიც გადახდით ვამბობ. არა, ფულს გადახდის გარეშე ვინმე ჭამს. არა, ფულის გადახდის გარეშე არ მithქვია, მე ვამბობ. ესენი ჭამენ ინსტაგრამელები. გატესტე მეთქი ფულის გადახდის YouTube-ზე, იქნებ უფრო იმუშაოს ეგ უკითხე. Instagram-ზე რაღაც ის გადაღება არის მარტივი გასთორვა რა და მაგიტო უცებ წკაპსკოპ შენ ხა აქ განათებ ნააწყო და ეს მაგისთვის ხო არა აწყობ production-ის ხარჯი არ გაქვს რა Instagram-ზე რა. მარტივად თან კონტენტი გაქვს ხა ის რო ხედავს იმის გამომწერი კი მაგით არ იყიდება სხვათა შორის. აი ჩერის გაუგზავნეთ თავიდან 350 ლარი გადავიხადეთ, გაიყიდა 2 კილა რა. ანუ არ არის ეფექტური გაყიდვის მეთოდი, მაგრამ ბრენდის ნობადობის ამაღლებისთვის არის იდეალური. მე რომ მაღაზიაში მივდივართ და ვეუბნებით შემოვიტანთ პროდუქტს, აგვეუბნა, კი 10 ინფლუენსერის სტორიში ყავხართ ნანახი, კი ბატონო, ჭიდაობა აღარ გიწევს. მაგისთვისაც მაგისთვის არ გაყიდვით და მაგათი ვიდეო შეგვიძლია უკვე კონტენტად გამოვიყენოთ Facebook-ზე, რომ რეკლამაში გავუშვათ რა და ერთმანეთს ხედავ ხა, ხედავ. ესეთ შეკითხვა მაქვს. ეხა გირების კომპანიაზე რა. შემოთავაზება უბრალოდ რო გავაურმაგოთ გაყიდვები. ეხა რამდენიც გაყიდვები არ ვიცი, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს გავაურმაგოთ და 20% რო დათმო. ეგეთ შემოთავაზებაზე რა სიტყვი? 20% ვერ დავთმო. გავაურმაგების გაყიდვებიდან შეგვიძლია. თუ გავაურმაგ და არ გაწყობს? ეხა რა ციფრია გააჩნია? 30 თუ გაყიდე რა? 10% გავყიდე ამ კომპანიის 1-3-4 თვის წინ დაახლოებით $15,000-ად. ანუ გამოდის რომ 20%-ის ფასი არის $30,000 რა. და ეხლა რასაც ვყიდით ეგრო გაურმაგდეს, ანუ მაგის სულ გაურმაგებული ხო არ იქნება რა, შესაბამისად ხა მუდმივად წილის გასხვისება არ ლოგიკური იქნება რა და გაურმაგებიდან პროპორციული სარგოს თუნდაც 30% რო იყოს გაყიდვებიდან კი ბატონო. არა, მან რაღაც დილის დაალაგება თეორიულად შეიძლება, რომ 2 წლის პირობა რო დავდოთ, 2 წლის განმავლობაში თუ გაორმაგდება, ან უფრო მეტი პროცენტით გაიზრდება, მაგ შემთხვევაში თუ რამე არის ფულის სანაცვლოდ ვასხვისებთ მარტო წილებს ისე. არა, იმიტომ რომ ჩვენთან მოსულან სხვათა შორის ეგეთი შემოთავაზებით გახსოვს. ერთ-ერთი კომპანია იყო მოსული, სტარტაპი უბრალოდ, რომელმაც პროცენტი შემოგთავაზა კომპანიის იმის ხარჯზე, რომ ჩვენ უბრალოდ ის პირობაც არ ყოფილა გაორმაგების გასამაგრებლად. უბრალოდ რეკლამა რა გავაკეთებინა გრძელი პერიოდის განმავლობაში რა და მსგავს რაღაცებს არ განიხილავ მოკლედ. არა, უფრო აი როგორ გითხრა, რაც გრძელვადიან პერიოდში მაინც ვართ, სტარტაპი იმას ნიშნავს, რომ უნდა ძალიან სწრაფად გაიზარდე ან მოკვდე რა. და ეხლა სწრაფად ზრდის პერიოდში ვართ და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვიცი, რომ ახალი რკინის პროდუქტი გვექნება და მგონია, რომ 1.5-დან 10 მილიონამდე ექნება რა, ანუ კომპანიას ბრუნვა რა. წელიწადში და უბრალოდ არა რაციონალური გამოვა. 5-დან 10 მილიონამდე როგორ სად მიდის ეს გირები? ხო არა ჭამენ? არ ჭიშობენ რა. სახლისთვის მილიონი არის აი Facebook-ზე რომ ბუსტავ რომ მივუთითებ ინტერესს მაგალითად ვარჯიში მოსწონს პირდაპირ გაჩვენებს რამდენი ადამიანი დაინტერესებული მაგით დაახლოებით ეხლა არის 1,200,000 ადამიანი რა მაგის სულ რომ საქართველოში მოგდენი ადამიანია დაინტერესებული ინტერესი სხვა ხო ნუ შეგიძლია ეხ თეორიულად რა რომ დაისახო მიზნად მაგის 30% აითვისო რა რომ 30%-ს მიყიდო 300,000 ადამიანი გამოდის 300,000 წყვილი წყვილი თუ საშუალოდ ერთი ჩეკი არის 50 ლარი გამრავლებს 300,000-ზე და რავი რამდენი გამოდის ბევრი გამოდის 9 მილიონი რა 15 მილიონი 15 მილიონი და სახლში ვარჯიშს ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს უბრალოდ რა ანუ არ არის იმდენად კომფორტული მე არც გაიძულებს და დიდი სივრცეც გინდა ეხა ანუ ეგ უფრო იმისთვის არ არის ვისაც კომფორტულად ვარჯიში უნდა იმისთვის არის ვისაც რამე უნდა რო ფორმაში კონდეს ჩამთელობას მიხედოს და უბრალოდ არა ხა 200 ლარის რომ მიატყლი შეგვირებში ხა მარტო 10 კილოს ხო არის ძალიან კაი პროდუქტია რა მხრივ ვიცი ტიპს ფსიქოლოგიურად უნდა რომ ივარჯიშოს და ყიდულობს, მაგრამ შეიძლება მე ვაფშე არ გაიკაროს მაგ გირებს რა. მაგიტო აუცილებლად იყიდის, მაგრამ მე გამოიყენებს თუ არა ეგ ცალკე ამბავენ. მაგიტო გაყიდეს. ხო, მე მაგალითად ველოსიპედი ვიყიდე ეს რა ქვია. ხო ვყიდი? ხო. არ მომწონს შენი სახე რომ 20 ლარად არ მოგცემ და არა, რამდენად ყიდი? რად გინდა? შენ გინდა? იარო, ხო. ბიჭო, რა უნდა იარო, სახლის ველოსიპედია, ბიჭო, ვარ დადის. დებილი. მაგის თუ სიარული გინდა შენ, რავი. ტრენაჟორი ველოსიპედია. მეთქი პოსტო ველოსიპედი.
ორბორბლიანი რაც არის ყველაფერი უნდა გქონდეს? როლიკები არ გინდა? არა ბიჭო, ველოსიპედი გეყიდა რომ თან სუფთა ჰაერზე იარო შევა. სახში რა გინდა ეს რიანა ხარ, რავი. სად უნდა იო? სუფთა ჰაერი სად არის? მე სადაც ცხოვრობ, აი ძალიან მაინტერესებს, რა? ნორიოში ველოსიპედისტვის არის მერე კაი გზა? კაი ბიჭო. ბალა, არ დაგიმთავრებია ამბავი. ხო და ვიყიდე და ორჯერ ვიჯექი. 1.500 ლარი მივათხლიშე. და ვერა. ეგ და სარბენი ბილიკის ეგ პროდუქტია. სარბენი ბილიკი უკეთესია. სარბენი ბილიკი, როგორ არა? სარბენი ბილიკი ეს ტკენს ერთ ადგილს ძალიან. შენთან იმხელა პჭიკა შეჩება, რავი, სპეციალისტი გჭირდება. ძალიან ის არის რა, არა კომფორტულია, მაგრამ გირებიც მაქვს ადრე და სხვა მაგრა ვივარჯიშენ და ვიძღირდა. ოღონდ 1.15 წლის წინ რა დავიწყე ვარჯიში სახლში. თუ რაღაც ელემენტარული და ხა მე როცა გადადიხარ უკვე ჩემნაირ ათლეტი რო ხდები. უკვე ძალიან ისეთ ფორმაში რო ხარ. მე ცალკე კონცალკე ვარჯიში უნდა და ტრენაჟორი და ასე შემდეგ და ხო ეგ არ არის ჩვენი სეგმენტი, ჩვენი სეგმენტია ელემენტარული გირი. არა აქვს, ანუ ადამიანს მძიმე რაღაც რო აწიოს, უნდა აწიოს და მაინც მეათით ფასად რა. ეგ ჯერ არ არის, მაგრამ მე ხო შეიძლება რაღაც განტელებიდან გადავიდეთ შტანგებზე და აი ისეაც იმიტომ რომ მარტივია ეს რა, მინიმალური ეფექტური პროდუქტი, რომ მაქსიმალურად მარტივად აწარმოო, მაქსიმალურად მომგებიანი პროდუქტი, დააგროვო ფული, ჩაინვესტირო გააფართოვო ხაზი. და ხსუ ბეტონით რო ვაწარმოოთ, მუღამი ეგ არ არის, просто მუღამი არის რომ ამით დავაგროვოთ, დავმკვიდრდეთ და მერე რკინის დავიწყოთ წარმოება რა. ეხლა რეზინის თავებს უკეთებ თუ მარტო ბეტონი? არა, მარტო ბეტონი, მაქსიმალურად მარტივი, როგორც რკინა-ბეტონი, ხო? რკინა-ბეტონი. ეგ ფიბრირებული, არმირებული ასე შემდეგ რა, ეხლა ის არის 50 წელი გაკაჩავს, მაგრამ პოინტი ეგ არ არის, просто ზომა არის პრობლემა რა, დიდი არის მოცულობაში. კაი, ისე რო არ გამოვიდეს ახლა რომ მარტო წარმატებული პროექტები გაქვს. მე დარწმუნებული ვარ რომ სტარტაპერს მით უმეტეს შენნაირ ადამიანს ბევრი წარმატებული პროექტი ექნებოდა, იმიტომ რომ ვერ მიხვალ იქამდე რა. ყველაზე ეგ მინდა რომ გაიხსენო, ყველაზე აი ფეილი რა. არ გამოვიდა. ვიდეოში არ ისეთ დროს გავაკეთეთ და იმდენად არაფრის აზე არ ვიყავი, რომ გამოსულიყო მიზეზი არ არსებობდა რა. ანუ რო არ დაფეილებულიყავი, ძალიან უცნაური იქნებოდა ხა 20 წლიდან 21-დან დავიწყე რაღაც მსგავსი რაღაცეების მოსინჯვა და რაღაც კრეპების ბარი აღმაშენებელს მე სეზონურად რაღაც კაფეები ქობულეთში ასე შემდეგ. ნუ ყველა დაფეილდა თან ძალიან ბევრი სისულელე ვაკეთე რა და მე მომეშალა ნერვები დავიწყე კითხვა რა, რაზეც რაც შემხვდა, რაც ხელში მომხვდა ყველაფერი წავიკითხე, ნახე რომ თურმე იგივე პრობლემებზე დაუწერიათ ბევრ ჭკვიან ხალხს და იქამდე გექნა და წავიკითხა ჯობდა. მაგრამ ბარებზე ხო არ წავიკითხოთ რამე ლიტერატურა ჯერ. ჩვენ კითხვა გვეძება და რამე ბარებზე. ხო არ წავიკითხავს რამე ესეთი ორი წარმატებული იუთუბერის დაფეილებული ბარი ეგეთ რაღაცა არ არსებობს. ეგეთი ძალიან კონკრეტულია. ძალიან კონკრეტულია. მაგრამ ბარები ხშირად ფეილდება ხოლმე. და ვალებში ბარი, რესტორანი ეგ არის გამოთქმა არის თუ ფული გინდა დაკარგო რესტორანი გახსენი რა და იგივე ბიზნეს მოდელი არის რა თითქმის. ანუ დავკარგოთ מחარ. თქვენ გაქვთ კონკურენტული საქართველოში რაღაც პირიქით მახსოვს მე რომ რესტორანი ყველა საუსია. ყველა ეგრე ამბობს, მე ყველა ხსნის და მაგიტოა უზარმაზარი კონკურენცია და რაც დიდი კონკურენცია, მით რომ ნაკლები მოგებარჩება რა. და თუ რაღაც არ გაქვს ისეთი უნიკალური ან შენ თვითონ თუ არ აწარმოებ მაღაზი ზოგავ და უფრო იაფატყიდან რაღაც უნდა გქონდეს. ხო, მესმის ხო. ბაზრის წილი რაც არის უნდა აიღო და იქიდან იმ ფულიდან შენ შედიხარ, მე იმ წილში შედიხარ. ხო იზრდება. ყველაზე დიდი შემოსავალი. კი ბატონო. არა, ჩვენ კაცო შეგვიძლია რომ ლაივ ივენთები ვაკეთოთ ისეთები რომ აი რა. აი ვიღაცა თუ ბატონ გიას ურამელაშვილს მიიწევს და 10000 გადაიხდის. ჩვენ შეგვიძლია ესეთი ივენთი ვაწარმოოთ, რომელიც უფასოდ გვექნება და ხალხი ამას იყიდის დიაში რა შეხედავს. დაუძახი ამ იუთუბერებს აჭამე რაღაცა და მოვა ყველა თან და გაგირეკლამებს. არა, იუთუბერები არ აჭამენ შეჩემ. რა არ აჭამენ? ინსტაგრამელები ჭამენ, აი ესენი ფულს ითხოვენ იუთუბერები. აი ეს ნიშა თუ არ არის და შექმენი და გააფართოვე რა, მე მონოპოლისტი ხდები ფაქტობრივად და უფრო მაგით ეგრე უდგები ხომ ხარაკის კარგი ვაფშე არ არსებობდა, კაცო მარიცოდა. გააცანი, უკვე შენი ბრენდი ავსირდება, ეხლა არაკის კარგს ბევრი დღემდე ეძახის, ან სნექის, ეხლა ზოგი ტოსტის ეძახის, აი პამპერსის ვარიანტი კომპანია რო. ეგ თემა, ანუ კომპანიის სახელი ავსირდება იმენო პროდუქტთან და თუ არ არსებობს ბოტასი როგორც არის. ხო. არ იყო მაგამდე, ტიპმა გააკეთა და უკვე კომპანია ავსირდება პროდუქტთან და ბევრად უფრო კარგი ვარიანტია თუ გინდა რომ მონოპოლისტი კოკა-კოლას თემაც იგივე არის რა. ვა, რა ბიზნეს გადაცემა გვაქვს იმენა, მეგობრებო, აბა რაცა. BMG. ესა, რა არის? BMG-ში არ არის ხოლმე ბიზნეს გადაცემა. აჩიკო ნამყოფი. ბიზნეს არხი, ხო. ესა, კოკა-კოლაზე რა თქვი ბოლოს? არა, იგივე ვარიანტი პირველი იყო მეთქი რა. კოკა და
Coca-Cola-ს აქვს ძალიან კარგი მარკეტინგი სხვათა შორის. ანუ აი ვაკვირდები. აი ეს ვიღაც მათხოვრები, ვინც ძალიან ბევრს ეხვეწებიან, აი ხა მოვიდა და ამ ფინანსზე და ამ ფინანსზე. იმათ საერთოდ ყურადღებას არ აქცევს და ეგა ძალიან სწორი ჩემი აზრით. ვინ? იცი ეგ მაგალითი? ერთი იუთუბერი საეჭვო კაცი გააკეთა, ესე იგი, რამდენიმე წელია დაარსების დღიდან ეს რაღაცები ამოიჭრა მეგობრებო, იმიტომ რომ მე მაპატიეთ, ცოტა გამექცა ლექსიკა და რაღაც ცოტა ის რაღაცები ვთქვი და ძალიან დიდი ბოდიჩა თუ იქნებოდა. მაგრამ Coca-Cola-ს მარკეტინგი არის სამაგალითო, აი რამდენიმე ლომი აქვს მოგებული როგორც ვიცი ამის გამო, რომ აი საეჭვო კაცი რომ თხოვდა რაღაცებს, იმათ რომ მოიბეს ლომი. და თან ნახე რა მაგარი რაღაც გააკეთეს. რომ ისეთი მაგარი ბრენდია, რომ ეს ტიპი ვინც საეჭვო კაცი ვინც დაიწყო ეს YouTube არხი და თემურ დამაფინანსდა, Coca-Cola-ს პროექტი ეგონათ. თამაში კაპიკი გახვრეტილი გროშიც კი არა უღიათ ბიჭებს და რავი ხა ეგ არის ჩემს ბიჭო სამაგალითო კამპანია ეს შეიძლება მე არ გამოურიცხავ ტელევიზორში დადებენ სვამენ შეჭება მაგაში იყდიან ფულს და YouTube-ზე 3 წელია რომ ვემათხოვრებით კაპიკია მიდი მე არის გამოუსროლიათ როგორ შეიძლება ეხა გამახსენდა იმ დღეს უყურებდი ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავენ ორი ისა სპორტული ჟურნალისტი რა ბევრი წლის წინ Coca-Cola-ის ბოთლის ფორმის მაგიდაზე ხედან რა და Coca-Cola-ის ლოგო ჩანს და საუბრობენ რომ შანსია რა ყვარა არაფერი დიდი ფეხბურთელი არ არის პროჩი უნდა გაუკეთო ეგ კრიშკა გაიგე არა მაგას გეუბნები მაგიტო არ მინდა მე ახარას არც ერთხელ არ უთქვია ყვარაზე ბრენდის გულშემატკივრო არა ამან თქვა რომ ყვარა მე გავხადა ჩემპიონი ვიღა ეგეც ბრენდის გარშემო რო ზიან ტიპები და აი ეგეთ სისულელეს რო ლაპარაკობენ ეგ ბრენდისთვის ნუ ეხა სისულელები არჩენა დაგიკლია ხოლმე מחარ ახლა ნაპოლის ჩემპიონი მე გავხადა ძალიან სისულელი არა ეგ ბოროტული სისულელი არისო რა ეგ იყო ძალიან სახალისო სისულელი მაგრამ ეს ბიჭი ვერაფერს მიაღწევს რო იძახი ყვარას ამბავს მინდა რომ შევეხოთ ორი სიტყვით რა ისეთ ფორმაშია ჩვენ კი არ ვართ სპორტული გაცემა რატო გადაუწყვიტე מחარას ო არა ქუფლება რომ დააფიქსიროს აზრი מחარ არ ვიცი იცი თუ არა მაგრამ ბოლო 3 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ფეხბურთელი მამარდა საუთხრა ნახე რო ჩაუარა აძინოლეს მიაძახა აძინო აი ალეკო მიტეო ხوار უთხრა შენ სტრიმებზე ხوار ზის და აი რო ჩაი აძინო მე გამიკვირდა ეგეთ კარგ ფორმაში რო ყვარა იმიტომ რომ შენი სტრიმი ხო ძალიან გვიანობამდეა და მაგასაც რო უყურებს და თან გოლები რო გაქვს ჩემპიონთა ლიგაზე მართლა ორჯერ შემოვიდა და უყურებ და מחარ ეს უცი გავიტანო და შემოვალ და გაიტანა კიდევ და მე ისო გააგზავნა ჩემი ყოლა იქ ჩანს კიდევ რომ გაცულა ტელეფონს იღებს მე და სტრიმს უყურებს და ისე ჩაიტო დღეს არის ჩემპიონთა ლიგის თამაში და კალა შენ ხუჩაბაც ხო ხო როცა წერთ შემისწორე თუ მეშლება მაგრამ დღეს თუ საუკეთესო ფეხბურთელი გახდება ყვარა ერთადერთი იქნება ვისაც 4 თამაში ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ანტესა აქვს კიდევ ხო მაგრამ 4 ჯერ გახდა MVP ზედიზედ არ ვიცი ზედიზედ არ ამგონი მე ზედიზედ არა პირველი ფეხბურთელი იქნება ისტორიაში და არ ვიცი ხო კი ფიქრიათ ასე რა ქვია ბრენდის სახელზე ან სახელზე და სახეზე აი ვინ შეიძლება რომ იყოს მაგის არ მჯერადიათ. არა მართლებს რა, ეხა ვინც არ უნდა იყოს სახე. წასმული კარაქით ტიპიო დგას. პირიქით რა, ბრედ პიტი იქნება თუ გელა, არ აქვს მნიშვნელობა რა, ან რატო არა მართლებს? რატო შვებიან აბა? გელასაც გააჩა. თან რო გაიზრდებიან, მე ერთმანეთს ეჭიბრებიან ეხა კორპორაცია რო არის რა და მარკეტინგი არ მჯერა მარკეტინგის დეპარტამენტების, და მგონია რომ აბსურდი არის რა, უბრალოდ ვიღაც მარკეტინგის დეპარტამენტის საქმე არის რომ დაარწმუნოს დირექტორი რომ ფული უნდა მისცეს რა, თორე ისე რეკლამით რას ვაკეთებთ ერთხელ ერთ კომპანიაში არ ქონია არც ერთხელ მარკეტინგის დეპარტამენტი რა. იმიტომ რომ მარკეტინგი გესმის შენ. მარკეტინგი არ არის, გაყიდვა არის, პროდუქტი არის შენი. მან სხვა თემა არის. ნახე, სახეებს რო იყენებენ, ეგ უკვე ისეთი კომპანიები იყენებენ, ვისაც გაყიდვებზე შედარებით ნაკლებად ზრუნავენ გაყიდვებს და უფრო ბრენდის იმიჯზე ზრუნავენ. ბრენდის იმიჯიც მოხმარებლისთვის ვინც რაც არ უნდა თქვას, ეხა ანუ ბევრ წიგნში არის, რომ უბრალოდ ბევრად უკეთესი არის რომ შენს პროდუქტზე მოუყვე ადამიანს და უთხრა რა სარგებელი მოაქვს ვიდრე ბრედ პიტმა რომ გაიკეთოს საათი ან ესპრესო დალიოს რა ფაქტობრივად ეგრე არის რანაირად მუშაობს რატო არ მუშაობს ასე შემდეგ ეგ უკვე სხვა საკითხი არის მაგრამ დოკუმენტირებული არის და შესწავლილი თემა უბრალოდ კომპანია რო ხარ და ვიღაცამ ტომ კრუზი გამოიყენა მოდი მე ბრედ პიტს გამოვიყენებ და უფრო ერთმანეთს ეჯიბრებით რა ტიპის საქართველოს ვარიანტი ეს რაღაც გააკეთებს ეს ანუ იმას არ არის აუცილებელი რომ მუშაობდეს რა პროსტა ის კონკურენციის ვარიანტია რა თამაშის თეორიის თემაში მიყვება რა დატოვება ქვია მაგას რა დიდარი კომპანიების. თორე ისე ფეისი ისეაც რა ხარო დაფიქრდე იმის გამო მგონი არ უყიდია აი მე ან ჩემს გარშემო არავის არ უყიდია პროდუქტი იმიტომ რომ ვიღაც ცნობილი რეკლამებს რა.
თუ ძალიან უყვართ ის ცნობილი ტიპი ცნობილი ვერ შეიძლება. მოგიძებნია. ხო, თუ ძალიან უყვართ ის ცნობილი ტიპი შეიძლება რომ მაგის გამო საკუთარი თავის ასოცირება რომ აი ეს ტიპი ვერ დააფუძნებს. ყუმირი რო ყავს ვიღაცა. ვერ დააფუძნებს შენს კომპანიას. არა, მაგაზე აქცენტი ვერ უნდა ვერ გააკეთებ მესმის, მაგრამ მე როგორც ვიცი, კაკოს დოპამინი ყველანაირი რეკორდი მოხსნა იხა რა, რაც საიდან იცი? გაუშვეს თვითონ კაკომაც თქვა და მეც გავიგე რომ რაც კი ყოფილაო რეკორდი, ანუ ამ ქსელის რა. ენერგეტიკულების? კი, ენერგეტიკულების რეკორდი, ანუ აი ძალიან ბევრჯერ გადაცდა მაგრამ იცნობ მაგამ ბავს ახლა დოპამინის ხდება სულ და ჩვენმა დავე ისა აქვს კამპანია სულ ყველგან YouTube და მაგ ეგ არის ჩვენი პლუსი ამ შემთხვევაში ისე რომ პროდუქტის გარეკლამება პროდუქტის პრობლემას არ წარმოადგენს იმიტომ რომ აქეთ მოდიან ხოლმე მაგისთვის რიჩი გაქვთ თან ახლა თქვენ რამდენი ნახვა გაქვთ ვისთავად სხვა პლატფორმებზე თან და შესაბამისად კაკოსაც კარგად ყიდვების თვალსაზრისით რა კიდევ ერთხელ აი რაც ვიცი აი უეჭველი რაც ვიცი არ ყიდულობს ხალხი ინფლუენსერების სტორებიდან პროდუქტს არ ყიდულობს რა ანუ არ ინდობა ხალხი ინფლუენსერები შენ პროდუქტს ყველა განსხვავებულ პროდუქტს არც უშს ყიდულობდნენ არც ტოსტის არც ნექის არც გირებს პროსტა ანუ არ ყიდულობს ხო და ფაქტები გვაქვს ჩვენ რომ რაღაც სხვა პროდუქტებს ყიდულობს რა თქვენ იმდენი რიჩი გაქვთ რომ სტატისტიკურად შეუძლებელია ეგრე რო არ იყოს მაგრამ ტიპს რო უგზავნე მაგალითად აი გაუგზავნე ვიღაცას ინსტაგრამზე ყავს 100.000 გამომწერი რა და გადაუხადე რავი 1000 ლარი პირობით ინსტაგრამის ტიპი რომ მეუბნეო რამეს არ მჯერა იუთუბერი თუ მეუბნეო იმის მჯერა და ოკეი იუთუბზე წარმოდგენა არა რაც ვიცი სოციმედიაზე ეგრე არის რა რატო YouTube-ზე არ შეიძლება Instagram-ზეც იყოს კაცო? არ ვიცი, მაგრამ Instagram-ზე რომ სტორიში ვიღაც რაღაც მე და შენ ახლა Instagram-ს არ იმაშვილ არ ხოვდავთ ეგრე. იმას გაუგზავნეს დილით ჭამა და ვსო მურჩა აი ახლა ჭამე მორჩაალი და YouTube-ერმა ესე გაიაზრა გირჩია, ცუდი არ გირჩია და ასე შემდეგ რა, ანუ ბევრი ფაქტორია ახლა. რა გაიაზრა, შეჩემ ერთი წელი ყველა შაურმის რეკლამა გააკეთე რა, გააზრებულად ქენი? ეს ნახე რა. მოიცა, და ეგ შაურმები ცუდი იყო? შენი ჰა? შაურმები ცუდი იყო? არა, მე არ ვიცი, არ ვიჭამე, ამიტომ არ გენდობი. გეუბნეოდი კაბისაზე რამეს? არ გითქვამს ხო? ობის გემოაკო არ გითქვამს. არა, ხო და რა, არ გითქვამს? მითქვამს, მაგრამ ბიჭო, არ ხონდა? რა? არა? ხუინა? ობის გემო არ ხონდა, როგორ არ ხონდა? მე დოპამინი უფრო მომწონს. ადამიანებია, მაგრამ მომწონს. კაკო არ გამოგიგზავნა? არ გამომიგზავნა. რატო არ გაუგზავნა? კაკო რატო არ გამომიგზავნა? იმიტომ რომ მისამართი არ მიწერე შენ. ვის არ მიწერე მისამართი? კაკო მოგწერა ინსტაგრამზე და არ მიგიწერე. არა, გიორგი წმინდამდე სანამ მოვიდო და კი ამჟავდებოდა ეხ მართლა. მაგას კიდე ამჟავება უნდოდა. არ გამისინჯავ. ნახე, აი ეს არის რა. გასინჯული არა აქ და მაგას კიდე ამჟავება უნდოდა ვამბობ. არა, გავიგე, მაგრამ აჩისთვის ეთქვა რომ საცხოვრობს. ან აჩისთვის შეხ გამოგიგზავნა. ბიჭო, მოიცა შეხ გამოგიგზავნა. მე გამომიგზავნე. ორი გამოგიგზავნა, მე ხო მომცემდი. შენგან ელოდება და პასუხს და არ დაუბრუნა. ეხა შენ არ დასინვა უფრო ის არის თუ იმის მე რო არ მომწერავ შენ იმის სამართი რა. მართალია. არა, გაგაჩერდი რა. რა გაჩერდი? ზალაფუდა. არ შეიძლება ეგრე მართლა რა. რა არ ვიცი, იმაზე მომწერა, იმენთი გაიგო. შაურმამს რა შეეხება კი და რავი, ანუ ეხა თქვენთან რო თანამშრომლობენ როგორ აკონტროლებთ ანუ ან როგორ იმათ რა უნდა აკონტროლოთ ჩვენ მაგრამ კიდია. ოტი არ გვინდა. რამდენით გაიზარდა. ბიჭო, მაგალითად კოდი რა მსგავსი არის? არა, მაგით არ მოს. მე ეს საბურგერის რო გაუკეთეს რეკლამა, ეგრე გაიგეს რომ დაგვირეკეს რომ ხორცი აღარა გვაქვს ამოგვეწურაო. ნაის. ხო ხა შენ ყვების პროდუქტი და იცი რა არის მე შაურმამზეც გეკაიფები თორე რა მე კაიფები ყველა შაურმა კაი იყო შეშმა 100 შაურმიდან ჯენსეთი სულ აი ხა ამოსაჭრელ რაღაცას ნუ მათქვევინებ ერთი წამი გავაგზავნე ბიჭო მე ერთ წამი ხა ნუ ამოიტრას მაგრამ ვიტყვი არა არა ისინი ციკიჯდნენ ჩუმად ხوار მithქვა ჩუმად და რა მეთქი და ანუ გამოვშტერდი იმიტომ რომ დამკვეთები წინ გვედ მახარ შაურმამზე იცი და მინდა რომ გითხრა რომ შენ ნახე აბსოლუტურად პირნათელი უნდა იყო, მაგრამ მაცად ერთი კრაფტი მაგალითად რა გემრიელი იყო და ეხლა რომ ვჭამე სუდი არის ეს შაურმა, ეხლა რომ ვჭამე რეკლამა რომ გავაკეთეთ, მაშინ კარგი იყო, მაგრამ ეხლა რომ ვჭამე საშინელებაა რა და მთელი ცხოვრება ეხლა ვერ გავიყოლებ ამ პასუხისგებლობას. რა თქმა უნდა, არა, ნახე შენ რო აკეთებ შაურმის რეკლამას, ნახე, შენ შეიძლება ცნობადობა აუწიო, მაგრამ რაღა გაფუჭდეს. ბიჭო, მაცად ერთი წამი. შევა ცნობადობა აუწიო, მიხვიდე და ხალხო გაიხსნა და ვისაც გაინტერესებს მოვიდეთ, მაგრამ არ თქვა რომ ვაიმე ესეთი შაურმა არ თუ შენ მიხვალ და გადახდილი რადგან არის ფული მაგაზე იტყვი ესეთი შაურმა არ მიჭამიაო. ხო და ბიჭო მახარას მე ვერ აკავშირი. მაგიტომინათელი ხარ მეთქი, შენ ეგეთ რაღაც არ გითქვამს. ეგეთი რაღაც არ უთქოს. ხო, ეს რა მაგარი შაურმა ვარ. მახარას არა, თუ იტყვი, აი იქნება ნამდვილი
გამიჭდა ბადრიანი ისე ნიგუზიანი ბადრიჯნისა. ბადრიანი ნიგუზის. ბადრიანი ნიგუზისა და. ნიგუზიან ბადრიჯანს თან რა გინდა? შენი შემხვდა რა ქვია სტრიმზე რო ლაპარაკობ. გამიტრაკეს იმ დღეს ბიჭო. ნიგუზიან ბადრიჯანს რა სანდალი? ნიგუზიანი ბადრიჯანი რა. აჯაბ სანდალი კაია. ნიგუზიან ბადრიჯანი არა. არა, აჯაბ სანდალი კაია, ოღონდ ეს აჯაბ სანდალს თუ თვითონ დაჭრიდა ცალკე შეწვალ. ბადრიჯანს. ო, რა თქმა უნდა, აბარა. ის მოხარშული მრგვალები რო ყრია, მაგას ვერ. ეგ არ ვარ კი ბატონო. ისეთ სუფთა. ნიგუზიან ბადრიჯანთან ან პრეტენზიები გაქვს? აი მე ნაგავი. ვაფშე ნიგოზი არ აქვს ქვეყანაში. აი არაქის კარგი ხო? ნიგოზიც არ გვიარგა. ნიგოზი სერიოზული პრობლემაა. კი იმპორტულს იყენებენ. აგა უგემო. კახეთში იმის მეტი რა არის კაკლების ხელი. არა, შენთვის არ არის ეგა. თხილი და ის ბევრი გადის. უკრაინული შემოდის ნიგოზი, რომელიც არის ნაგავი. აი ნაგავი რა. ბაჟეში იმას ჩვენი კერძები ხო ცხიმი რო გაზდის. იმენ მადონაკოიძია ესა, ეგ მადონაწასულიყავე მაგ სფეროში. გეუბნები მეთქიც მაო რა, როჭამ გემო არა. ვაფშე ქართული ნიგოზით გაკეთებული ნიგუზიანი ბადრიჯანი ბევრად სხვა არის. შენ დაიწყეთ ეგ შოუ. რა. მიდით ბაზრ. შევიდეთ სადმე, გამოგვაგდები დაგვიჭერე შეჯება ჩვენ. კრიშა არა ყავს, იმას ის ყავდა. შეთანხმებული იყო იმასთან სურსათის უნელობას რომ ანგრევდა. არ მოგწევენ უფრო დასვე, დიდი სამნით შევანგრევდი, ჩემი მე რო შენ გრევა ვიცი ეგეთი უნდა. ხო არ მოგწევენ? ქონდა מחარას ეგიდია და ძალიან დიდი შანსია რომ არა დიდი შანსია რომ პროსტა გამოყვარო რა. არა, აჩიკო ტუალეტებს თუ ანახულობს, კაი. ადამიანები მესმის რომ ცუდი არის ეგეც რომ შე რო ფულს იხდიდა ცუდზე გაჭმენ, მაგრამ აი ეგაც გაჭრებული ხალხოში რომ და აი შეუვარდები და თავზე რომ ბიჭო რა გაჭრებული შეჩემა ისეთ პირობებში ამზადებენ პროდუქციას რომ ინდოელებს შეუვარდები, ინდუსებს, ინდოელებს. მართლა გეუბნები ისეთ პირობებში ამზადებენ პროდუქციას რომ მაგან შეიძლება მოკლას და ეხლა ცოდო ვინ იქნება მერე მე ვაფშე ვეძებ ხოლმე კომპანიებზე მე მგონია რომ ნებისმიერმა გლობალ მულტმა და მე უნდა დააწეროს ვისი კომპანია აი ინდოელების კომპანია ქართველების კომპანია ეს ზოგადად ინდოელების აი ჯობია რომ დააწეროს იმიტომ კი რა რასიზმი და აი ვიცოდე რომ ვინ რა საჭმელი მზადდება რა ძალიან მიყვარს ადამიანი რასისტულ რაღაცას ამობს და არა რასიზმი და რაღაცა კი არა არა სადა რომ ვიცოდე რომ ვინ დაამზადა ქართული წარმოება თუ უცხოური არ უნდა ვიცოდე კი ეგ რასიზმია რასიზმი უფრო ნაციზმი, მაგრამ იდეაში შოვინიზმი აი უფრო, მაგრამ ხა ინდოელების მიმართ გასაგებია რა, იმიტომ ბინებს არაქირავენ პირდაპირ გეუნება ადამიანი ინდოელი და ის არ მინდა რა ქვია, აფრიკელები არ მინდა. ძალიან დამკვიდრებული არის რა და ხა რასმი არ არის, ფაქტია რომ ყველას ეგ დამოკიდებულება აქვს რა, უფრო რასიზმი. არ მინდა რომ საჭმელში და რა გავაკეთო. ის არის რა გინდა რომ ქნა რეალობა არის და საზოგადოებრივ მიღებული აზრი რა. აი ხა რას თქვი, ეგ იყო რასიზმის ბოლო დონე ალბათ შეჩემა. კი. просто რომ ნორმალიზებულია რა და არ მინდა ანუ ინდოელზე არის ლაპარაკი და არ მინდა რომ საჭმელში. ანუ შენ ამ თქვი ხა უეჭველი ინდოელი თუ არის, უეჭველი ანუ ეს არის რასიზმი. რა არა? სხვა? აი? არა. არ შეიძლება. 100-დან 100 საწარმოში შევიდეთ, რომლებიც ინდოელებს საჭმელს აწარმოებენ და ყველგან დარღვევა. მახარა უნდა დაბადებულიყო 1940 წელს ამერიკაში და თეთრკანიანი ბაბუ უნდა ყოფილიყო რა, რომელიც თეთრ შენ ნიუზიან ბადრიჯანზე რომ მაგას ამბობ. მე მართლა მომის მე შინია მართლა გეუბნები, ანუ ბიჭო, იმათთვის შევა მიღებული არის რაღაცა ნორმები და ჩვენთვის არ არის ეგ ნორმები მიღებული რა. ანუ 100-დან 100 საწარმოშიო შეხვიდე რომ სადაც აუ გაჩერდი ბიჭო გაჩერდი და ეს სახალხო კონტროლის ისე რაც მაგ ნახე ქართველები ისეთ რაღაცებს აკეთებენ ან რო შედი ისეთ რა რუსიკი წმენდან იმას შეჩემა ანუ თურქი იყო this is stilo ეგ იყო თურქი იყო ან ყველა ეპიზოდი დანახე მე მაგ ეპიზოდზე ვამბობ გამე იყო და ეგ იყო თურქი რუსიკი და ისე უნდა ჩამოვიდო this is stilo ერთი არ იყო მარტო ეგ ბევრგან არის ხოლმე. ყველა ვიცი ზეპირად მე გეუბნები. 1001 ღამის მე პატრონი იყო რომ ჩავარდნენ ტუალეტ სადა გაკო და აკავფსაო. მასაჟის მაგიდარო ედო იქ. ხო და ეგ იყო თურქი, მაგრამ ინდოელები ეგრეთ. ხო, ინდოელებიც შესაბამის კრიტერიუმი, იმიტომ რომ იმის ქვეყანაში არ არის შესაძლებელი ეგ საშუალება რა. ხო, იმის ქვეყანაში ისე კეთდება ქუჩაში სტრიტ ფუდი რაც ხარ არ კეთდება სულ. რასისტულად კი ჟღერს, მაგრამ არც ჩვენ იქამდე არ მოვეშვებით ინდოელების ლაპარაკს, სანამ ვიღაც ინდოელი იუთუბერი არ ჩაწერს ჩვენზე ვიდეოს და კნო გამოვა ახლა და გაგდისავს. აფრიკელებმა გვაჯვის რაზე იცი, აფროამერიკელებმა გვაჯვის რაღაცა პროდუქტი გამოვიზახეთ მაგათგან რა, ამზად აი სპეციალური ტრადიციული სამზარეულო. ხო, აი რაღაც ისო კარტოფილი როა რაღაც ბილი პურივით რო იყენებენ რა. და რაღაც ჩასაწობი ესე ლორწოსავით იყო.
ყარდა რა. ოღონდ მართლა ანუ განაი არა ობიექტურად ანუ ძალიან მე შევჭამეთ სუდია კი არა, აი მაგალითად ხინკალს ვერ ავჭამრო ხორცის სუნია კი არა. ყარდა რა, აი აფუჭებული. აი ნაგვის სუნასთან რომ გაივლი, ეგეთ სუნი ქონდა რა. და მეთქი აი მას რა გაჭვერთ მეთქი თუ რაღაცა და ბიჭო ეთყობა რა ბილად თქვა ეხა. შენ მაგას იტყოდი. არა, ამის დედას მეთქი ამას. არა, ნაგავია თქო რა. ყველაფერს დავთქვა თავის სახელით. ხო. და ვიღაცა მეთქვა ქართველმა გადაუთარგუნა ეგ აფრიკელ იუთუბერს, ის გამოდგა და რასიზმის ბრალდებით ჩვენ ტრადიციულ საწმენს რატო ეგრე ხინკალიც არ გივარგათო იმ იმან. არა, აფრიკელმა იუთუბერმა ჩაწერა. აფრიკელი რო გეუბნო რომ ხინკალი არ ვარგო, იქო იმის დედა არ უნდა მოვიდო. რეაქციის ვიდეო ჩაწერა מחარას იმაზე რა, როგორ ახასებს. ხაჭაპური ფუო და ხინკალი, აი გამოყალევ ნაჭამიც არ ქონდა, ბიჭო. ხო, შენ როგორ წეღან თქვი, ენერგეტიკული დალევრი რო გაგდო, კიდე სიმჟავე უნდაო. ეგეთი შარლატანი ხალხი არსებობს მართლა. რატო გინდა ხომ ვიღაცას უკბინო, ბიჭო? ეს მეგობრობის გამოხატულება, ეგეც ალბათ ხო? არა, კაკო ოქროს ბიჭი არის, ხო. ძალიან კარგი პროდუქტი აქვს, ძალიან რას ქვია, ბიჭო. მაგრამ მე რო გითხრა, ის მირჩევნია ახლა. XL-ი მირჩევნია. არა, გულწრფელად არ დაგმილებიაო, წეღან არ თქვი. არა, დალეული მაქვს, როგორ დამილები. დალეული გაქვს. ხო. ეგრევე ვიყიდე, კაკომ როგორც კი გამოდგა, ეგრევე გავადი, ერთი დოპამინის ადარით ხო. იყო მაღაზიაში მე? ვერ ვიპოვე. გიორგი წმინდა. არა, ჩემსკენ ვერ ვიპოვე. პროსა ტიპი რო გეუბნება რომ ინდოელებზე არ ვაქირავებ. ყველა არის ეგრე რა, ანუ ყველა, ვაფშე ყველა რა. ხო, მაგას ვამბობ, დაუშვათ, არ ვაქირავებ. მაშინ რასიზმი უნდა ცდიო ყველას რა უნდა გააკეთო. რა, იქ ნორმალიზებული არის, პროსა რო თქვა, ეხავს, მაგრამ კაცი რო გააჩერო ქუჩაში და კითხო შეუშვება თუ არა ინდოელს სახში, არა, ანუ კი არ ვამფრო რომელიმე მხარე, პროსა ფაქტობრივად ნორმალიზებული რასიზმი არის. ხო, მართალია მაგაზე იმას რომ მაგას უტრაგებ. ხო აქ უფლება რომ არ შეუშვას. აი არ მინდა რომ შეუშვას. ხო, მაგრამ რასიზმი არის. მე რასისტს რო დაგიძახებენ, სახეს ნუ მიიღებ რომ მე მაშინ დიახ მე ვარ რასისტი არ დაგინახოთ აქ საერთოდ მეზობლადაც არ მინდა აი მაგას რო ამბობ ბოლომდე მე ყველა რო ეზიზღება ბიჭო კონკრეტული ეხა ეგ რო ქუჩაში ნუ გამოდიან და სახში დაწუნებულნი ჩამოვთვალო რასები და ნუ იც გეზიზღება ერთი რო გეზიზღება მრავლობითში რასიზმი ხო არ არის არა შოვინიზმი არა გავიგე ეს ინდოელებზე სახლებიდან რომ გამოდიან ხა მესმის ქართველიც არის ეგრე განა არ არის ნახე აბა ინდოელები რომ გამოდიან სახლიდან ნანახი მაქვს მე ის სახლები რა კონკრეტული ჯგუფი და ქართველები არ შვებიან მაგას ინდოელების სახლები ესე ქვია და ყველა ინდოელი მაგას შვება და ქართველი არა ეგრე არა ტიპმა რომ შეაღო ესე მაკდონალდსის პარკები გადმოიყარა სახლიდან მართლა გეუბნები აი და ერთი ერთი დაიჭირეს რაზე იცი რომ ბაღი სუნელების მაღაზია ქონდა ინდური და კორპუსში მოყავდა რა საძინებელში მიწა ქონდათ გაშლილი პარკში და მიხვდნენ ამ რო წავდნენ გაჟონა და დაბლა ჩავიდა წყალი და ეს მეზობელი რო ავარდა პატრული და მთელი ამბებით შევიდნენ და საძინებელში მიწა იყო გაშლილი და იქ მოყავდათ ეს მე რაგინ მიწათ მოქმედი ხალხია კორპუსში თუ ის მოყავდა ორიგინალურია ზა ბაზარი არა ვიღაცა ინდოელები რომლებიც პირნათლად იცხოვრობდნენ სადღაც და გავიდოდნენ კი არავინ გამოვიდოდა აი ნახე რა ლამაზად დაწუხტებული ხო და ნახე კარგი ვინც აკეთებს იმას არ აღნიშნავენ ხოლმე რა მე რომელი მითხარი რომელმე წარჩინებული ინდიელი საქართველოს დაწერეთ კომენტარებში ვინმეს თუ ყავდათ გმურიან მეგობარიან რა ისაც ანუ სუფთა იყო ანუ სახლი სუფთა არა სახლი სუფთა დატოვეს და არაურიეს რა მაგის თქმა მინდოდა ხო და ზოგადად მაგათ იმეებს რა ქვია ინდოელების იმას რა ქვია სურნელოვანი სინდრაც აქვს რა ქვია რა ქვია ოპლი შეჭემა ოპლი ისეთი სუნი აქვს მაგ სუნელებს რომ ცოტა ოპლის სუნზე მიყავს მართლა კედლებში ჩდება და მე რემონტებს და რაღაცა სამზარეულოს რასისტი ყოფილა მე მეგობრია ხო აი რასისტი პროსტა ის არ მევასება რა ანუ ყველასთვის მიღებული და ინდო არც ინდოელს აქ მნიშვნელოვანს უსებს ყველასთვის მიღებული აზრი არის რა რომ ან კაციშვილი ვისაც მაგ თემაში ვარ რა ასევე უძრავი ქონების ამბებში და ის და ინდოელები არ მინდა აფრიკელები არ მინდა და ეხლა ეს რო თქვა მაშინ რასისტი არ გამოდიხარ იმიტომ რომ ყველა რასისტი თუ არის რასისტი არ გამოდიხარ თუ კულტურული შეუსაბამობაა და მაგ მხრივ ოკეი მაგრამ ანუ თუ დამკვიდრებული აზრია და მთელი ქვეყანა შეთანხმდა მაგაზე უბრალოდ სახალხო თქმა არ შეიძლება ეგ არის ფარისევლობა ეგ არის მომწონსწორე ხო ინდოელები და სხვა არ აქვს მნიშვნელობა კულტურა შეიძლება თქვა კულტურული შეუსაბამობა არ მინდა მაგრამ რასიზმი არ გამოდის არც სულ დამკვიდრებული აზრი თუ არის რას ყველა რასისტი თუ რასისტის არავინ არ გამოდის რა ანუ აბსურდი არის რა რატო არ გამოდის
ქვეყანაში თუ ყველა რასისტი არის, რასისტული ქვეყანა გამოდის. სოფლიოში ყველა რასისტი ნაციონალისტური უფრო რა, ეხ ქართველები მაგრები ვართ და შემდეგ და შემდეგ. ნაციონალიზმი ხო შეიძლება ძალიან დაუკრეფავში გადავიდეს. ო, შეიძლება, მაგრამ მახარა ხუმრობის ზღვარი არა, ხუმრობის ზღვარი შეიძლება რასიზმი იყოს და ეხა აქ ეგრე სერიოზულად არ გაუსერიოზულობი არავის რა, ეხა რო არიქა იმ კონკრეტული უმცირესობის დედა, ეგრე რავი. ჩვენ მაგალითად გაცოცხლებულში სომხებზე გვაქვს ხოლმე ხუმრობები და რაღაც ჯგუფში შემხვდა დაწერილი ძალიან დიდი პოსტი, რომ ეს არის ემსახურება იმას, რა ქვია. არა, ბიჭო. აი, ძირის გამოთხრას და რაღაც იუმორზე როცა ლაპარაკი ეხლა აურავებს სომხებზე რამდენი იუმორი გვაქვს. რავი, ანეკდოტები რამდენია ქართველებზე. ძალიან ირონიული იყო, რომ მამიჩემ მეუბნებოდა, რომ შვილო მეგრელებთან და სომხებთან საქმეს ხუმრობენ. ну окей, ხადაობთ რაღაც იქით-აქეთ და ეხა ფაქტობრივად ამ სნეკიში ის გამოვიდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ის სარქისოვი და შელია ერთად იყო რა, ანუ შელია სარქისოვი იყო ტიპი, ანუ ირონიულია რა, ანუ რაც არ უნდა ეხა ხო ხა ეგ იუმორიც იქიდან მოდის რაღაცა რეალური ფაქტებიდან ზოგი. ხო არა, ფაქტობრივად შევეჯახე, ორივე ერთში იყო გაერთიანებული და ეგ გააკეთა, რაც მეუბნებოდა, რაც არ უნდა ვიხტუნაო რა, ანუ სასაცილო მაინც არის რა. ეხლა ეგ როგორ შეიძლება შევაწყოთ აღიქვა რა ქართველმა. ხო. ეგ არის რა, რავით, ეგავართო. აი და რაღაცა და არ ვიცი დააკვირდით თუ არა, მაგრამ მახარას ძალიან მოიწონა კულტურული შეუსაბამობა ეს სიტყვათა შეთანხმება, იმიტომ რომ რასიზმის ჩიხში იყო ჩაკეტილი და უკრიდან ისევ გამოუღო კარები კულტურული შეუსაბამობა. ჩემთვისაც დავიწყე რომ მეთქი რა თავი დავიზღვე. ეხლა შეადიტყვის ხოლმე, ძალიან შეადიტყვის. შეუსაბამობა ინდოელებთან, აფრიკელებთან, არაბებთან. ეგრე იქებლატა რედეთში, აბა ინდილებს უთხარი კულტურული შეუსაბამობა. გააკეთებენ ტოპ სტრაქში და ნახავ. იმ დღეს ნახე ვიდეო, მე არ გავდივარ, აი ძველი თბილისის ტერიტორიაზე აბანოებთან, ესე ტიპი დგას და ქართველი ვინმე ხარ? და ვიღაცა იქიდან მე ერთი კაცი შენს გარდა. და არაფერი. აი, კი ხო კიდე რუსებზე იყო ეგ პრობლემა ოიშიზე რა, თავიდან ომი რო დაიწყო, რუსულად მოგთხოვეს რომ დავლაპარაკებოდით, ნუ არ დაველაპარაკეთ, მე შემოგვესივნენ რაღაც ერთიანი როგორ შეიძლება? ხო, მეს და რეკაუდნენ და სიკვდილით მე რაღაც არ ვჩერდა. და მაგაზე რომ დავდე ეგ ვიდეო ეხლა მაშინ რომ ეგრე მოვიქეცით და ეს რუსების თავდასხმის ქვეშ ვიყავით რა, ანუ იმდენმა ადამიანმა იმენა მაგინებენ რა ის გამწარდი. კიდე კაცო? ხო, თავის სისხლს და ხო, არა, ქართველები იცავენ რუსებს, რომ როგორ შეიძლება ესეთი რასიზმი თქოს თავის სისხლს და ხორცს ისამ. თან ისეთ განსაკუთრებული არ იყო არაფერი რა. რაღაც, მაგრამ ანუ საიდანაც ინტერესი მოდის, ნუ მეც ხო, მაგრად გამიგვიდა. მე მაფუთხეს და მაგინეს და მეთქი საოლა. მოგოხსო, იმიტომ რომ ნახვა რუსეთი ყავს და ეგ არ გვექნება ალბათ. ბიჭო, შენ ამ ხალხს წqins, რომ ეგ ვთქვი, რომ ანუ ქართულ უმეტეს ქართველებს აკონტროლებს რუსული რბილი ძალა, იგივე რუსული ფუჩუ რა, რომ მოძდით ეგ იციან, რომ თუ არაფერი არის. შენ ამ ფუჩუებთან საქმეს უფუჭებ. მაგას გეუბნები, ხო, კი ბატონო, და ანუ სიმართლეა. ოღონდ ყველაზე მაგარი ის ძირითადად ცოლიანი ხალხი ბრაზობს ხოლმე. კი ბატონო. ის მტრები რაც უნდა ო, ანუ ეხა მე მესმის რა. არა, ეგ თან შენ ბიზნეს ამ შემთხვევაში რა პოზიციაც დაიკავე, რომ რუსულად უბრალოდ არ ვინ არის, რატომ ელაპარაკო? რატომ უნდა რომელ ქვეყანაში ჩადიხარ და ქართულად მელაპარაკეო, როგორ თავხედე უნდა კონდეს, რომ ჩახვიდე ეხა. ნუ შენ პრინციპში ახლა ეგ გერმანიაში თურქეთები კი ნახავ წემე რომ დაალაგებული. პულში რატო ვერ გაიგო, რომ ვთხარიო, მაგრამ მახარას გარდა არავინ გამიგია, რომ ქართველი ჩასულა და ქართულად მელაპარაკე და რატო არ მელაპარაკებიო, ეგ ეთქვას. რუსეთში რომ მოთხოვო ქართულად მომსახურე, დებილობა ხო იქნება ჩემთან რა და ვინ დაიცავს ეგეთ ტიპს? აი და ბევრი რა გოიმობა, რას ნიშნავს ეს და რა მნიშვნელობა აქვს და კომენტარი მიდის და მიდის რა და ჩემთვის შოკი იყო, მაგრამ რავი, ეგრეა. რატო უნდა დავხარჯო რესურსი იმაზე, რომ თანამშრომელი ავიყვანო, რომელმაც რუსული ენაც იცის, ხო, უფრო მირთულებს საქმეს თან. ну თუ იცის ოკეი, მაგრამ ბიჭო, მithumetes საქართველოში რა. ხო, ანუ აი ეხლა და რუსული ენა იცოდეს, რომ რესტორანში რომ შემოვა ვიღაცა, ბებია უჭყავა, შემოვი ან ქართული კეთილი ინებონ საქართველოს ტერიტორიაზე, ან ისწავლონ ქართული. მესმის რომ ძალიან რთული ენა, მაგრამ ლამაზი ენა, სამაგიერო და გამოგადგება. და ინგლისურად თუ რამე დაელაპარაკებით. შენი სურვილი უნდა იყოს ეგ რა. მეც რომ შევდივარ ხოლმე ევროპაში სადმე, ესპანური სიტყვაზე ესპანეთში რომ არ ვიციან, უხერხულად გზნობ თავს, რომ ინგლისურად უნდა უთხრა რა, იმიტომ რომ იქ რომ მიდიხარ, კაი პონტია, რომ
რუსულ ენაზე მე ვსწავლობ. რას ქვია ეგეთი რაღაცა ანუ აი ეხლა პირიქით მეგონა რომ ეხლა რომ დავდეო რომ იტყოდი რომ აი ეხლა დავდეო აი ხალხმა რომ ყოჩაღო რა კარგად მოიქეციო ეგეთი საფრთხე წამოვიდა ეგეც იყო თავისთავად მაგრამ იმდენი არის ან თან ეს ხუმრობით რო თქვი ამ რუსულ ფუჩუზე იმდენი ადამიანი იცავს კბილებით ან რუსულ კონცეფტს თვითონ აი თითქოს აი თავის სისხლს და ხორცს იცავს რა და ხო და რა აქვთ ამ რუსებს არ მეც ინტერესია რა ეხლა ეგ გავიგე მაგრამ მართლა ეგ და ფუჩუს ფული გარდა ამი კონკრეტე რა შეიძლება რუსეთს კონდეს კარგი მართლა მაინტერესებს აი რა აი რო იცავენ რა შემოსავალია რა ეხლა მაქედან ბიჭო კარგი შეიძლება ბევრი რამე აქვს მაგრამ რატომ უნდა დაიცვა რა ლიტერატურა თუნდაც ბიჭო სად მიდიხარ არა ლიტერატურა შეშია საქართველოსდან ძალიან ბევრი რაღაცა გადის ექსპორტზე რუსეთში და ძალიან დიდი შემოსავალს გამა ეს ტიპები ვისაც აღარ უდგება რა შუაში არიან ექსპორტთან ფული რა ფული შემოდის რუსეთიდან ყველაზე მეტი ვიდრე სხვა მოვიდის ეხაც არ ვიცი ამას დავტოვებ თუ არა მაგრამ ომი რო დაიწყო ნუ ბევრი რუსი და უკრაინელი რო შემოვიდა მაგან გადაარჩინა ეკონომიკა საქართველოს ჩემი აზრით აი ეგ სიგიჟე იყო ანუ ეგ მაშინაც სამ უძრავი ქონების ამბავში იყო დღეს შემოდიოდა სადაც 600 ზარი რა ანუ იმდენი ადამიანი მოვიდა იმდენი ფული გააკეთა თან ბინების ფასიც გაიზარდა სამჯერ რა ანუ ერთ კვირაში და მაგ დროს ლაპარაკი იყო რომ ქართველებს გაუძვირდა ამათ გამო მაგრამ არ ვიცი შეიძლება ეხლა ქართველებს აღარ იღებდნენ იმიტომ რომ ვერი ხდიდნენ ფულს და რუსები შეყავდა თან ქართველებს უშვებდნენ და რუსები შეყავდა ვინმე მწოდნემაც დაგვიწეროს მაგრამ მე ეხლა ჩემი დილეტანტული გადმოსახედიდან რაღაც ეგრე მგონია რომ მართლა მაგან ომის დროს გადაარჩინა ეკონომიკა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული შემოვიდა რა შეიძლება სისულელეს ვამბობთ მაგრამ ძალიან წინწაწია ბევრად უკეთესად გავხდით მაგის გამო ვიდრე იყო თავისთავად რა ეგ ფაქტობრივად ორი აზრი არსებობს ანუ ინდოეთმაც რო გადაიხადოს ფული ბინებში ბევრი ისე ნდომებად ეგრევე შეცვლიან დამოკიდებული ინტერესი რა ეხლა ქცევა ინტერესი განსაზღვრავს ქცევას ან მარტივად მე მგონია ბევრი რო გადაუხადო ქართულს მაინც არ მოწონს ახში თუ დგას კულტურული შეუსაბამობა კულტურული შეუსაბამობა $500 მაგივრად ისინი თუ იხდიან $1200 რა უკვე საერთოდ ცვლის დამოკიდებულებებს დიდ მასშტაბზე რა მე ეგეც არ მიიღებს მაგალითად იქნებიან ვიღაცებისაც არ უღირს მაგრამ ამ ბევრი იყო ხა პირადად შევეჩეხე რა ასობით ადამიანს მე მგონია რომ ეგეთ ტიპს შეუძლია რომ შეუშვას და არაბის და ისიც შეუშვას და ისიც შეუშვას თან რაღაცნაირად იქცევიან ბიჭო აი ბევრი ვიდეო ხდება ეხლა ეს ქუჩაში დაყრდნილ ქართველებს ხო ყრით მაგრამ ნახე სხვა რო ყრის ეგ კიდე ცალკე აგრესიას იწვევს რა შენიანი ყავს ჯერ მისახედი ნაგავს რო ყრის ულამაზეს სადაგზაოს შემდეგ და მე უკვე ინდოელი ყავს მისახედი იმიტომ რომ იმან აი დაყარა და აქეთ აგინებენ ქართველს და გარბიან მე თუ რაღაც და ეგ უფრო წკის ქართველს გადამოდებ შენიანია და უნდა მიხედო შენით მაგრამ აი უცხო ქვეყნის მე ხარ მინახავს გერმანიაში რო ვიყო და ეგრე დავყარო უნდა გავიდო კიდე აქეთ გერმანელებს გინდა რომ რა აი ეგ ხო შინაგანად უნდა კონდეს რა არ ვიცი კულტურული შეუსაბამობა აქვს აუცილებლად კაი ცოტა შევცვალოთ თემა ის იდეოლებს ან გადავეკიდეთ ISS თან მაქვს შეკითხვა ესეთი რა ბევრი ადამიანი გვიყურებს ეხლა ვისაც დარწმუნებული ვარ ბევრი იდეა აქვს სტარტაპის უნდა რაღაცა დაწყება უნდა რომელსაც ვერ შვება რა რაღაც რჩევები თუ გინდა თუ გაქვს რამე ესე თუ გინდა ძალიან გინდა ალბათ ვერ იკავებ თავს მაგას არ ვაკეთებ იდეაში მაგაზე ანუ იმდენად მარტივი არის რეალურად მარტივი რა ეხა მარტივი სათქმელია იმიტომ რომ გავაკეთეთ რისკი არ არის საჭირო რა როგორც თქვი $5 თუ გაქვს AI-ს გააკეთებინებ ამ სურათს შენი პროდუქტის სერვისისას დადებ ამ Facebook-ზე და ყოველი მესამე პროდუქტი ანუ გავარდება ისე რომ ვერ გააჩერებ გაყიდვას რა იმიტომ რომ არ არის არაფერი რა ანუ ყველაფერი არის იმპორტული ნებისმიერ რამე შეგიძლია აწარმოა იაფად გაყიდო და იყიდება ბევრი რამე უამრავი რამეა რა და გააკეთებ AI სურათს ერთზე გაუშვებ არ იმუშავა გადახვალ მეოზე გაიშვებ არ იმუშავა ერთი დაახლოებით ერთ კვირაში გარანტირებულად გაარტყო პროდუქტს რომელიც იყიდება ძალიან ბევრი ხმერე არის რო აწარმო მიაწოდო და ასე შემდეგ მაგრამ კიდევ ერთხელ სნექი რო დავიწყეთ ერთი 600 ლარიანი ბლენდერი ვიყიდეთ ხელის ქილები ვიყიდეთ ფოტოშოპში გავაკეთეთ ეს ეტიკეტი და დავიწყეთ დაბლენდერება Facebook-ს დაბუსტული ქონა შემოდიოდა შეკვეთა გავაკეთებდი მივუტანდი მე დაგროვდა ამით ფული ვიყიდე ის ინდუსტრიული ბლენდერი მე ეს უკვე 300 კილოს აკეთებდა დღეში მე მაგით დავაგროვეთ ფული ვიყიდეთ კიდე დანადგარი რომელიც უფრო გაგვიაფა პროდუქტი უფრო მეტი შეგვდოდა თითო კილოზე ნაბიჯ რა რომ გავარდე და $50,000 ტენო რაღაც ბიზნესში რა არ არის აუცილებელი გავიკეთებია სისულელია და სანამ დაიწყებ რამეს შეგიძლია ნახო მუშაობს თუ არა და მე დაიწყო და თუ მუშაობს იმდენი გაიყიდება და იმდენ შემოსავალს მოგცემს რომ cash flow-ი გაზარდო ან შესაძლებლობას მოგცემს რომ უთხრა ინვესტორს რომ აი ძმაო დღეში ვყიდი რავი ერთ $3,000 პროდუქტს გასაფართოებლად მჭირდება თანხა და გაფართოვდეს რას ვაკეთებ ინსტაგრამზე გადავიღებ ვიდეოს დავდებ რომ გამარჯობა მეგობრებო აი კომპანია არის
თუ ვინმეს გინდა წელის ყიდვა, კი მინდა ვიღაც მოდის ყიდულობს, ბევრად მარტივია. როგორ მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალურად ძალიან რთული არის. შრომატევადი ამბავია, მით უმეტეს ახლა შენ რას საკეთებ, არის წარმოება რა. რო ჩამოქონდეს რაღაც დააყიდიდე, კიდე შედარებით მარტივია. პრინციპი არის მარტივი, თორე ყოველდღე რო უნდა ადგე და თხილი მოიტანო და ჩაყარო და გააკეთო, ეგ რთულია, თორე ისე მე თან აი რაღაცა უკვე აი ისინი არ გჭირდება უფლებები რაღაცა სახელმწიფოს დღგ-ები რა ხო ბევრი რაღაცა იმატება სადღაც რა საკვები ობიექტი თუ არის სადაც 6 თვიდან 1 წლამდე ან უფრო მალე თუ მიიღე მიიქცევ ყურადღებას სურსათისმრუნებლობიდან მოდიან ნახავენ როგორ აწარმოებ თუ რაღაცა ეხა გიჟეს აკეთებ 1000 ლარით გაჯარიმებენ და გიწყვეტენ წარმოების უფლება სანამ არ გამოასწორებ თუ ისეთი არაკრიტიკული შეუსაბამობა 500 ლარით გაჯარიმებენ შეგიძლია აწარმოო რა მაგ მხრივ დიდად არ უნდა ანუ არ არის და დაითრქუნო თავი და ყველაზე დიდი პრობლემა დღგ არის რა. აი რეალურად პრობლემა მაშინ იწყება, როცა ამუშავებ საქმეს რა. ანუ 3 თვეში 100,000 არის ხა ზღვარი დღგ-ი რა. 100,000 რო გაყიდი წელიწადში წლის შრელში 100,000 ლარის პროდუქტს გაყიდი და უნდა გადაიხადო არა მოგების, არამედ ბრუნის 18% რა. ამბობენ რომ ჩაითვლი, მაგრამ არა, თავიდან ვერ ჩაითვლი. პირველ თვეს გახტევინებენ სულ 18%-ს. მერე უნდა გადაგამოწმონ რომ კაი ტიპი ხარ და არ გაქვს რაღაცეები ნაჩალიჩარი და მერე გაძლევენ ჩათვლის უფლებას, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი სტატუსი ქვია რა. მაგას იმიტომ აკეთებენ რომ ადრე ხალხი პროს შეფესეებს იცვლიდა რა. ანუ იმას დავალიანებას დატოვებ და გადავიდა ახალზე, გაგზელებ და იმასა. ეხლა ეგ მექანიზმი არის რომ თუ რაღაცა იჩალიჩე, მაშინ 100,000 ლარიდან სულ რომ მოგება კონდეს 10,000 ლარი, 18,000 ლარი უნდა გადაიხადო რა. ანუ არ გაძლევენ ჩათვლის შესაძლებლობას და ეგ ზღვარი იმდენად დაბალია რომ 100,000 ლარს 3 თვეში ბუტკა ივაჭრებს რა. ეს 100,000 ლარი ხა გამახსენდა რომ რომელ წელს შემოიტანეს ეგ ზღვარი 90-იანებში იყო რა. აბსურდი არის. სიგიჟე არ არის სრული. ეხლა წარმოიდგინე 98-ში თუ რაღაც შემოიტანეს ზღვარი როცა აი ბაბუ რა გიჟი იყო ასე ხარ ბაბუ რა კარგი ეკონომიკა ქონდა რომ იმ ეკონომიკის ხარჯზე 100,000 იყო ძალიან ბევრი. 1 ლარი 1 დოლარი იყო მაშინ. განთავისუფლებული იყო ბიზნესი, ოღონდ რა მიაკეთეს. არაფერი, მაგრამ საშუალო ხილფას დღგ რო და საშუალო ხილფასი იყო 100 ლარამდე თუ რაღაც სიგიჟე, მაგ დროს დააწეს ეგ ზღვარი. 100,000 ვერ გააკეთე. ეხა უნდა იყოს ალბათ მილიონი რა, მაგ ლოგიკით უნდა იყოს მილიონი. ხო, კი. წარმოიდგინე მილიონი რო იყოს, რამდენად და აი შენ წარმოიდგინე რომ მილიონი არის, ბევრად წინ წაგწევდა, ანუ უაზროდ, ხო? მეტ ფილიალს გავაკეთებდით, მეტ თანამშრომელს დავიქი რა, ანუ ჩვენ გავიზრდებ, ანუ პრობლემა ხალხს გონია რომ არიქა გავიქანდები პორშეს ვიყიდი პირიქით ან თუ მუშაობს ბიზნესი და ვიცი რომ აქედან ჩავაბრუნებ უფრო მეც გავხდით ეხლა თუ დამახჭებს ეხლა სუშიზე ვიხდით მარტო დღგ-ში და საშემოსავლოში ამ ხელფასებში თვეში 25,000 ლარს მარტო მაგაში დარჩენი რამდენი და 25,000 ლარი ნუ საპენსიო ცალკე იყო რა საშემოსავლოს დღგ-ს ვამბობთ რომ საპენსიო 4%-ია 40%-ამდე არის რა ანუ საშემოსავლოს ამბობენ რომ 20%-ია მაგრამ რეალურად 25 ხდი რა იყოფა 0.8-ზე და ნუ გამოდის 25% პლუს 4% არის საპენსიო, ნუ პლუს ეს დღგ გასაგებია თავის თავად. ეხლა რამდენი სუში უნდა გავყიდო, რომ მარტო 25 ხელფას რო ვუხდი, მაგის უფლებაში რო გადავიხადო 25,000 ლარი ზევიდან. რამდენი სუში უნდა გაყიდო, ეგ რო არ იყოს ან ცოტა დიდი ეკონომიკის გამოიხურება რა, კაი რაღაცეები. ვიმუშაოთ რა მივმართოთ, მაგის გამოიხურება, ეგ პირველი პრობლემა არის ეგ, ან დღგ კლავს ბიზნესებს, რაც ვიცი, აი უეჭველი ვიცი, ეგ არის. ეგ რქონია შეშებითო ამას. აი, თხოვნით მოდი დავლაგდეთ ახლა რა. თხოვნით მოგმართავთ, რომ იქნებ დღგ-ს თანხა გავზარდოთ. აი, მეგობრულად მართლა გეუბნებით. იქნებ დღგ-ს თანხა გადავხედოთ. ბევრი არ არის. აი, დაჟე მაგას თავი. უბრალოდ რომ გადავხედოთ, ხო არ არის შესაძლებელი. მაგას და იმას რომ ჩამოგაქ რაღაცები და ზღვარი რა არის გადახდის. აი, ეგეც ხო, ხალხისთვის ცოტა საუწევდი. როდესაც ეგეც ძალიან ადრე არის მიღებული. 300 ლარიანი ლიმიტი არის ჩამოტანილი. ეტაპობრივად. ხო, მოდი ეს არ ვიყო. ჯერ 300 ლარი გავაბადოთ, ეგ გავიგიო. მე ბიზნესი რო ყავოდეს, მაგისთვის გვჭირდება რომ აი 500,000-ზე ხო უკვე დღგ-ს გადავხდები ხდები იმდემე წარმეზე და ეგ თანხა რო ავწიოთ არა, ხო
მე უკვე 500,000 გაქვს ლიმიტი. ოღონდ დღეს გადახვდები ხარ 100-დან 500-მდე რა. და აი ეგ თან ხარ რომ გავხადოთ ინდივიდუალური მეწარმე რო იყოს 5.9 მილიონიც რო იყოს უკვე რაღაცა ცოტა ამოსუნთქვის საშუალება გვექნება. და მილიონი იყოს უკვე ხა მილიონი უკვე კიდე შეიძლება რაღაცები უკვე აკონტროლო რა და მცირე ბიზნესი უფრო კარგად წავა რა და უფრო ბევრი კმაყოფილი ბიზნესმენი იქნება. აი პატარა ხალხი ვინც სტარტაპებს. ეხა ბობოლები ვინც ბენზინს რო ყიდი ანუ გეჯაზის აქვს მე ბენზინთან ნახელი მაქვს, მაგრამ ბენზინს რო ყიდი იმას სუკიდია რა, 1 კაპიკს რო აუწევს, მე მიწევს რო ჩავასხა და ვინ უჯდენი აი ეს შოულობს. ანუ რაოდენობის ეკონომიკა გაქვს რა მაგ სკეილზე და შეგიძლია მილიონნაირად დაზოგო რა. ხო დიდი ბიზნესი, პატარები ვინც იწყებენ და კარგი აი სნექი რაღაც ქართული ჩურჩხელის წარმოება შეიძლება გინდოდეს, მაგრამ ვერ აწარმოო იმის გამო რომ აი ესეთი მარტივი პროდუქტი საბოლოოდ ხო ამ რაღაც ფურცლებში ისე გიძვირდება რომ აი რავი რომ ავარიანი ჩურჩხელა რა. აი ერთ-ერთი გზა არის წარმოება რა, ანუ ერთ-ერთი წარმოება ჯობნის და გაძლევს საკმარის კონკურენტულ უპირატესობას და დანაზოგს რომ დღეგად გადაიხადონ. შენით უნდა გააკეთო ყველაფერი რა, ეხლა ვაკეთებ. იმპორტს თუ აკეთებ შანსი არ გაქვს, მაგრამ აქ თუ აკეთებ იმდენ ზოგავ რომ კიდე შეგიძლია ამ დღეგად. სირე მეწამეს თან ბუღალტერის გაეცეთ შეგიძლია ერთ შენ თუ გაქვს შენი თიჩალიჩო რაღაცები ის მარტივი არის. ხვალ რომ მოხსნან მართლა რომ აწია. აუ რა მეფეები ვიქნებით. მაგას თუ გააკეთებ ფეხზე ავდგები, ტაშს დავუკრავ და მინიმუმ 1 წელი ნებისმიერ პრობლემაზე თვალს დავხუჭავ. აი იამკაშო ჩავარყავ, პირჯას გადავწყვი, აი ეს იყო კარგი იყო. მეტი რა გავაკეთე. ოღონდ ეგ გაკეთდეს რომ ბიჭო რამხელა შვება არის. აი რა სიგიჟე იქნება მართლა ამ პოდკასტიდან მართლა რაღაცა რომ მოხდეს. არა რო უყურებენ და სროლის ბიჭო ამდენ ხარ რას ვაკეთებდით თო. პროსტა იმათთვის არის კარგი, პროსტა მაგას ვერ ხვდები, ერთ მიზანი თუ არ არის მართლა ტიპი მოკლა რა, და მის საშუალებას რომ გააფართოვდეს, მე რომ დღეგე გქონდეს პირ მილიონზე გადასახდელი, მექნებოდა 5-ჯერ მეტი ობიექტი, 5-ჯერ მეტ თანამშრომელს გადავიხდი, 5-ჯერ მეტ საშემოსავლოს და 5-ჯერ მეტ დღეგესაც რა, ანუ მომავალ აი ოქროსდებელი ბატი რომ მოკლა რა. დადებას კარგად შეხვდები რა, მე ხო სადღაც შეპეს უნდა გქონდეს უკვე. შეპესე თავიდანვე შეპესეზე იწყებ რა ეხლა. ინდივიდუალურზე არ იწყებ? არა. ჩვენ ეხა აი ხა მახარ ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან ცალსახად ჩანს რა, მაგრამ მეორე მხარეს აი რა არგუმენტია ეგ ძალიან საინტერესოა. შეიძლება იყოს რომ აი რა შეიძლება იყოს? ეკონომიკურად რაღაცა დაარტყას, იმიტომ რომ ეს დღეგეები ხო შემცირდება, ეხა ხო უფრო მალე ფული არ შევათ იმდენი თავიდან. ეწამ ბრუნვა რო გაიზრდება, არ შეავსებს, არ დააბალანსებს. მაგის ტრაკი რო ეს გადავწიოთ და პირიქით მე უფრო მეტი მივიღოთ, დიდი ალბათობით უფრო კარგი იქნება. იმდენი ინვესტიცია მოხდება საქართველოში, ანუ პროსტად აი მილიონამდე რო გაზარდონ რა, იმდენ ინვესტიციას მოიზიდავს მარტო ეგ, რომ რა ვიცი ერთი 5 წელი რაც უნდა ამით აიღოთ, რა მგონია რომ 9 წელიწად შეიღება, ანუ სადაც უფრო მარტივი არ ბიზნესს კეთება, ფული იქ მიფრინავს, ეგრე არის რა, ეგრე მუშაობს და ეგ მარტო ეგ, მე ეს ბიზნესები რომლებიც ეხა თვეში 10,000 ლარით მეც რო იხდიდი რაღაცაში და გამოგითავისუფლა თვეში 10,000 ლარი დაიქირავენ მე თანამშრომელს მე პროდუქცია ყიდიან მე ფართებს დაიქირავენ ანუ ძალიან სწრაფად მოხდება ყველაფერი რა იქნება ამოჭრათ ეს მომენტი და თუ ვინმე საახლობლოში ყავთ ეხლა და გიყვებთ ეკონომიკურ სამეფოში როგორი აი ესე ქაღალდა მოაგროვა ესე და ისე იგავარაკების საქმეზე ვარ მოსული და მიიღებ იქნებ როგორმე მია როგორ დაინტერესებულია ძალიან კარგი ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება და ხალხი ყველასთვის კაი არის ყველასთვის ნახე მუშაობას დავიწყებთ რაღაც აი ქვეყნის ზედარგოლთან ხალხი იწყებს მუშაობას აი თუ შეიძლება ეს ხო არ გვექნა ეგ ხო ჩვენ არასდროს გვიცდია ხალხს ხუმრობის გარეშე გეუბნები. ჩვენ ბიჭო ვართ იმაში მაგრამ გადმოეთრიე მაგ. ხო, არა. ჩამოეთრიე და გაეთრიე შეკი. როდის გვიქია რომ აი მივედით, ხალხი მივიდა, თუ შეიძლება აქცია, რომ დღეგე რომ აი მართლა გეუბნები, არასდროს ყოფილა, ძმაო, ეგეთი აქცია, რომ მივედით, კანცელარიასთან ვიკრიბებით დღეგეს გაზდის მოთხოვნით. ძალიან კონკრეტულია, ხო. აი, მორჩა, არა გარეშე, წაეთრიეთ, გამყიდლებო. გვარამია მოვიდა ვიღაცები კი არა, ნახეთ, არავინ არ გვიეჭოთ. ჩვენა ხალხი მივედით და მოიცა იქნება აქცია არ დაჭirdეს ვაფშე. არა, ხო და მაგას არა, ეხა უცებ. ისტორიაში არა, მართლა არ მახსოვს. აი რო ესე, ეხა ეს ამას რო უყურებენ და ეს ფურცლები დაუვარდა, ვინც თუ აი მე რო ეს როგორ გამეპარაო. გულწრფელად მაინტერესებს რაზე ყოფილა აქცია, რომ მოვითხოვთ 300 ლარიანი იმის გაზრდას. აფია, რო ჩამოგაქვს Amazon-დან ნივთები, ეგ გვინდა რომ გაიზარდოს 800 ლარამდე. მოვითხოვ. ხო, იმიტომ რომ აქცენტი სხვა რაღაცებზე კეთდება ეხა რა. მანამდე ხო, მანამდეც არის. ანუ ყოველთვის რაღაცა არის უფრო პრიორიტეტული, რაც შეიძლება გააკეთო ის არ ვიცი. 14 წლის უკან რო შეიცვალა მთავრობა ყველაფერი კარგად 2 წლის მერე.
მაშინაც ხო იყო ეს პრობლემა, მახსოვს რომ იყო ეს პრობლემა სულ არის. რატო არ გამოვედით? იმიტომ რა ვისაც ხვდება. ეხლა რომ დაინახავენ ვიღაც უცაკეთებს, ეგ მაგასაც მიაყოლებენ ხოლმე. მაშინ ეს რატო არა? ბიჭო, ცალკე რა. არა, ხუმრობის გარეშე შეიძლება ვწდებოდე ეხლა მე რა. მაგრამ არ მახსოვს მეთქი რომ გაზარდეთ 9 ინდემე წარმები გამოვიდეთ დასაქმებული ხალხი, გაზარდეთ 9 მილიონამდე. ვიხსჯობით. მახსოვს მე მაშინ საფრანგეთი, გერმანია, სხვა ქვეყნებში მახსოვს რომ ტიპები გამოდიან რაც აწუხებთ ძღნერი გამოაქვთ ყრიან რა ეს გვაწუხებს რა ფერმერები გამოაქვთ აი ეს გვაწუხებს ჩვენ ისეთი მომთმენი ხალხი ვართ და უკიდურესობამდე თუ არ მივედით არ ვიღებთ ხმას იმიტომ რომ უცოდინრები ვართ რთულია რომ ნახო რომ კავშირი არის სიღარიბესა და დღგ-ის შორის ხალხისთვის რა ანუ წარმოდგენა არ აქვს რომ ეგ შეიძლება პრობლემა იყოს ხა თუ არ იცის რომ ეგ არის პრობლემა არც გამოვა იდეაში რა და ეხა ეს კერძოდ მე თუ კიდე გადასახადებში ვარ გაჭედილი და კიდე მაგის მობილიზაცია რო გავაკეთო ძალიან რთული არის რა ანუ უფრო მეტი ფული დარჩება თქვენ დამსაქმებლებს რომ თქვენ მოგიმატონ ხელფასები რა აქციის მოხდვა ცოტა მე ჯერ შევხედოთ რეაქცია როგორ იქნება. პროსტ ანუ არ დამგვიბარე, ხა თუ დამგვიბარე ეს მეტაში. აი, არა, პირიქით. რა საკითხზე გინდა თამა გეგმა გაქვთ როგორ ავწიოთ ეს ნახევარ. მე რეგრევში დაგირეკა. აა, ჩემ ფიჩი არის, რომ ანუ დღგ თუ იქნება მაღალი, მეტი შემოსავალი ექნება სახელმწიფოს, მეტი შემოსავალი ქვეყანას და დასაქმებულებს და ბიზნესებს, რავი. მაგაზე კაი რა. რავი, ცუდი ვისთვის არის. ეხლა რა ეგ პრობლემა ქსელების კომისია მორჩეს და მე დღგ-ის კომისიაზე რაღაცა იმას ვქვა. მე მგონი ძალიან იზი არის და ჭირდება ხო რა ძალიან ის არის, კარგი ნაბიჯი არის რა და ვიღაცები ცოტა აი ბიზნესის ვქო მართლა თუ გვინდა რომ ბიზნესმა ეხლა დიდი ბიზნესებმა ამოისუნთქეს მესმის და კარგად არის ისინი გამდიდრდნენ უფრო მაგრამ პატარა ბიზნესების რაღაცებს ჩალიჩობენ უბრალოდ უფრო მეტი აქსელერაცია ექნება თუ ბიჭო ბარიგო გასაკეთებელი ვერ ვაკეთებს თქო უთხარი ეგ რა ანუ ბარიგო ვაფშე ეგრე მოგვიდგნენ ხა რომ ბარი აქვს გასაკეთებელი და მაგის გამო აკეთებენ მაგრამ გულწრფელად თხოვნა არის ძალიან გაასწორებდა რა ვაფშე რომ დაიწყოს მაგაზე მუშაობა ეხლა რაღაც გამოვიდეს და ვაპირებთ ეხლა აი ჩემი ყალა ძალიან სკეპტიკურად არის გაწყობილი და პირველი ყალას გავხედავ რომ აი შენ რომ ძალიან სკეპტიკურია ბიჭო მე სპეციალურად ეხლა ნახე თუხზე ვაგდებ არ გამიგო რა თუხზე ვაგდებ ბიჭო არა ბიჭო არის ზამე ხო ეგეთი კაციც გჭირდება არა ბიჭო რა არის ზამე ზალიჩვები არა თუ მოისმენენ ბიჭო ყველაფერს ანუ თუ რა ვიცი მაო რა ხანდახან მგონია ხო რომ მაინც სიყვარული რაღაცა კეთილ განწყობა გადაგვარჩეს აი დაფერდი მეც აი აღარ მინდა ეს ჩხუბები რა მინდა რომ ვიღაცას რეუბნები გაიგოს და ის რომ გეუბნება შენც გაიგო მარტივი არის რა კაი ბოლოსკე უნდა გავიდეთ ეს ძალიან საინტერესო იყო მე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იყო რა ეს პოდკასტი და ეს საუბარი დამწყები ბიზნესმენი ორი ბიზნესი ჩაუვარდა ამასაც ისინი ჩამოიტანა გასაბერი ბალიშები უნდა გავყიდო მილიონი უნდა ვიშოვო და არა წარმატებული ბიზნესი იყო ხო შეიძლება ვერ მივაქცია ყურადღება კარგად უბრალოდ ლივ-ლივები წარმატებული ბიზნესი იყო მადლობა საინტერესო ჩვენი გადაცემა ძალიან ის არის რა ქვია თავმოუბნელი და ხორხოცზე ორიენტირებული მაგრამ ხანდახან და უნდა დავსერიოზულდეთ და სერიოზულ თემებზეც ვილაპარაკოთ ხოლმე და ძალიან საინტერესო იყო ბევრი რამე გავიგე და დიდი მადლობა მოწვევისთვის მედი მაქვს აბა დროებით დაგემშვიდობით მადლობა ყველაფრისთვის იმედია მოგვისმენთ შემდეგ ხუთშაბათს და გაზრდილი დღგ-ი